მოგობა ლევანი, რავი ყველა თანგი ზაფხაზავა. კარგი. კორომი გვაქვს ხო? 2 3 4 5 6 7 8. მოგესალმებით კოლეგებო. მივესალმები ბატონ ვიცემერს, ბატონ მოადგილეს, სამსახურის უფროსებს, ჩვენ სტუმრებს. მოდით ბატონებო, პირველ რიგში დღის წესრიგთან დაკავშირებით თუ გვექნება რამე კითხვები? კარგით, მაშინ დღის წესრიგთან დაკავშირებით თუ არ არის რამე შეკითხვები, მოდით ამ რედაქციით დღის წესრიგს უყაროთ კენჭი. ვინ არის მომხრე? ერთხმად მიღებულია, დიდი მადლობა. დღის წესრიგი დავამტკიცეთ ბატონ ლევან. განცხადებები? გისვენთ ბატონ თემურ. ბატონ ნოდარ შემდეგ. მე ისევ ალბათ ძველ თემას დავუბრუნდები. უკვე თითქმის ჩვენი მოწვევა და ჩვენი უფლებამოსილებები თავდება და პირველივე დღიდან ჩემი შემოსვლიდან იყო ჩემი მოთხოვნა ყოველთვის და დღესაც გრძელდება და არ ვიცი რამდენად მოხერხდება უკვე ჩვენს უფლებამოსილების პერიოდში, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეულში ბავშვთა ბაღების პრობლემებთან დაკავშირებით. გასაგებია ახალი მშენებლობების დაკავშირებით შეიძლება რაღაც სირთულეებია. თუ მიუხედავად იმისა, რომ იქ არის თავისუფალი ტერიტორიები, სადაც შეიძლებოდა რაღაც გაკეთებულიყო, მაგრამ გავანებოთ ამას ახალ მშენებლობას თავი და თქვათ ისევ იმ ავადსახსენებელ 21 ბაღზე, რომელიც როგორც გვეუბნებიან იურისტები და როგორც ამბობენ, სასამართლო პროცესები დამთავრებულია, მოგებული აქვს მერიას სასამართლო პროცესები და ვერანაირად ვერ ხერხდება იმ ხალხის იქიდან გამოყვანა, რომ გადაეცეს ბავშვთა ბაღებს და მოხდეს მისი რეაბილიტაცია და რაღაც გარკვეული შვება იგრძნოს იმ რაიონმა. მიუხედავად მით უმეტესად დღეს უახლოესი ნათესავი ამ ხალხი, ამ ადამიანის, ვისიცაა ეს დაწესებულება, ეს უკვე მაღალ თანამდებობაზეა და ალბათ მასაც ვეღარ უბედავენ რაღაცებს, არ ვიცი, მადლობთ. ბატონი ნოდარ და შემდეგ ბატონი დიმიტრი და შემდეგ ბატონი ირაკლი. მოგესალმებით კოლეგებო. მე გავაგზავნე ბატონი თემურის კომენტარს თუ განცხადებას, შეიძლება ასე ითქვას. რამოდენიმეჯერ გავაკეთეთ ჩვენ აღნიშნულ თემასთან განცხადება. ის მაღალი თანამდებობის პირი და ოჯახის წევრი არის განათლების მინისტრის მოადგილე და რატომ გერიდებათ სახელი და გვარი და თანამდებობის დასახელება არ ვიცი. 21 ბაღში დღეს ფუნქციონირებს კერძო ბაღი და მუნიციპალიტეტს არ აქვს საშუალება მიუხედავად იმ სასამართლო გადაწყვეტილებებისა განახორციელოს მუნიციპალური საბავშვო ბაღი 3 წლის განმავლობაში იქ უკვე აღარ ფუნქციონირებს და ის ბავშვები არიან გადანაწილებული. ძალიან ბევრი ბავშვი, რომელიც ცხოვრობდა მოგეხსენებათ, რომ ლერმონტოვის და ჯავახიშვილის ქუჩა არ იყო დასახლებული, ვერ სარგებლობს იმ მომსახურებით, რასაც თავაზობს მუნიციპალიტეტი და უკვე 28 დეკემბერს იქნა გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც აღარ გასაჩივრდება და ამიტომ ძალიან ბევრი და დიდი ხანი გავიდა ამისათვის, რომ ამ ადამიანებს დაეცალათ ან მოხდარიყო კანონიერად მათი გამოსახლება, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტმა განახორციელოს მისი ფუნქცია ეს ერთი. მეორედ მინდა ძალიან სამწუხარო ფაქტი, შეიძლება ასე ითქვას, ბატონო თავმჯდომარე, რამოდენიმე დღის უკან ბარცხანა ბენზეს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოხდა ტრაგედია, დაიღუპა 9 წლის ბავშვი და მე მინდა მიუსამძიმრო ოჯახს და მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ ბიუჯეტში შესაძლებელია გამოინახოს თანხები და კერძოდ აღარ დავაკონკრეტებ რომელ ღონისძიებაზე მაქვს საუბარი, შესაძლებელია მარტივად მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა, იქ მოხდეს გადასასვლელი ხიდის მშენებლობა 3, ანუ ეგრეთ წოდებული ზებრა გვაქვს ჩვენ ბენზზე და ბარცხანის ტერიტორიაზე და არც თუ ისე დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და შესაძლებელია რომ მაგალითად მომხდარიყო ამ ბიუჯეტში ან მანამდე ან მოგიწოდებთ ყველას რომ 2018 წლის ბიუჯეტში გავითვალისწინოთ ჩვენ გვექნება თანხები იმისათვის რომ გადასასვლელი ხიდების ავაშენოთ იქა და ერთხელ და სამუდამოდ მე ვფიქრობ რომ ნაწილობრივ მოიხსნება
ეს პრობლემა, ამის განცხადების გაკეთება მინდოდა ჩემო კარგებო. ბატონო და მგონი ისეთი საკითხი თქვენ რომ ყველა მზად ვიქნებით მაგისათვის რომ მაგ ნაწილში მხარი დაგიჭირო და თუ ესეთი იქნება თქვენი პარტიიდან ესეთი საკითხები ყოველთვის ჩვენ მზადა ვართ რომ მართლაც ქალაქის სასიკეთოდ ყოველთვის მხარი დაგიჭიროთ. დიდი მადლობა. ბატონო დაშე ჩვენ გვაქვს გონე უფლება რომ ჩვენ შევიდეთ მერიაში ინიციატივით. ბატონო ერთიანად შევიდეთ. ხო და მე დავავალ საკრებულოს აპარატს და ვთქვათ მინიმუმ ვამზადოს პროექტი და ჩვენ შევიდეთ ინიციატივით მერიაში. შესაძლებელია აღნიშნული კი ბატონო ბაგრატ შეგიძლიათ მაგ საკითხთან დაკავშირებით ერთი-ორი სიტყვით თუ რამე კომენტარი გაგვიკეთოთ. ამ ბაღთან დაკავშირებით თუ შეიძლება ვერაფერი. მაშინ ბატონო ბაგრატ ერთიანობაში და თუ რამე ბოლოს მე ბაღთან დაკავშირებით. არა ეხლა ხიდებთან იყო კიდევ საუბარი და თუ რამე საშუალებები გვაქვს ინფრასტრუქტურულ ნაწილში. ისა ბოდიში ხა ის არის და შემდეგ რო ისაქნათ. ბატონი დიმიტრი, შემდეგ ბატონი ირაკლი, ხო? მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, რამოდენიმე საკითხს მინდა შევეხო. პირველ რიგში მინდა შევეხო ხვალ ბათუმის დინამო UEFA-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში აქვს ქუთაისში პოლონეთის გუნდთან. მინდა პირველ რიგში წარმატებები უსურვო ჩვენს გუნდს და მეორე რიგში მე ბატონ გიასთანაც ვქონდა ამაზე საუბარი და ქალაქ ბათუმის მერიას მინდა ვთხოვო თუ იქნება შესაძლებელი ძალიან ბევრი ადამიანები გვიკავშირდება ვისაც ამ თამაშზე წასვლის სურვილი აქვს და რაღაცნაირად თუ დავეხმარებით ჩვენი ქალაქის გუნდის კომაგებს რომ როგორმე ჩავიდნენ და თუ იქნება სატრანსპორტო საშუალების გამოყოფის საშუალება ძალიან წავადგებით ბათუმის დინამოს და ერთგვარი სტიმულიც იქნება ჩვენი გუნდისათვის. მეორე საკითხი, რასაც მინდა ყურადღება მივაქციო და ეს დაკავშირებული იქნება ჩემს შემდგომ განცხადებასთანაც, მინდა გითხრათ, რომ ბაგრატიონის უბანში, რომელიც დაახლოებით 45,000 მოქალაქეს ითვლის, ამ გამგეობაშიც და სხვა გამგეობებშიც არიან ერთი და იგივე რაოდენობის ადამიანები დასაქმებული, რის გამოც ამ უბნის, ესე იგი, გამგებელსაც ხშირად პრობლემები ექმნება, იმიტომ რომ ბევრი განცხადება შემოდის და ვერ ახერხებენ ისინი დროულად, მე ვიცი როგორ არიან ჩართული ყველა თანამშრომელი, აიბ კორპუსის თანამშრომელიც კი მერის საქმიანობაში ეხმარება მათ, ისეთ საქმიანობაში, რომელიც საერთოდ არ ეხებათ მათ და ხშირად ხდება დაგვიანება, ასე ვთქვათ, მოკვლევებზე და ასე შემდეგ და ამის გამო მოსახლეობა წუხდება და როგორმე ადამიანების მიხედვით, იმიტომ რომ მე ვიცი არის გამგეობები, სადაც 5,000-მდე მოქალაქე არის და არის 45,000-იანი და ერთი და იგივე რაოდენობის თანამშრომლები ყავს გამგეობებს და ამის გამო თუ იქნება შესაძლებელი კიდევ ერთხელ რომ რაღაც მივამაგროთ ან დავახმაროთ ამ ადამიანებს. და მთავარი თემა, რომელზეც მინდოდა გამემახვილებია ყურადღება, ეს არის ჩვენთან არსებული AIP ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო, რომელსაც ტურისტული ობიექტები აქვს გადაცემული და თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო იმ ფაქტს, რომ ამ AIP-ში უკვე 9 წელზე მეტია, 6 თვეზე მეტია, მოადგილი შტატი თავისუფალია, იქ სავარაუდოდ, როგორც ვიცით, იყო საუბარი შტატის გაუქმებაზეც, არავინ არ ინიშნება. მე მინდა ამ AIP-ის ხელმძღვანელობას და ქალაქ ბათუმის მერიასაც მივმართო, რომ აქ აშკარად კრიზისი არის მენეჯმენტში, იმიტომ რომ ჩვენს წინ არსებული ვარდების სკვერს თუ დავაკვირდებით, 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე ამ მონიტორზე გადის ახალი წლის მოლოცვა. გილოცავთ ახალ წელს, ტრიალებს 1 მარტამდე დაახლოებით. 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე იქ მხოლოდ და მხოლოდ ამ AIP-ის ტელეფონის ნომერია განთავსებული და მხოლოდ და მხოლოდ ამისთვისაა დაკავებული. არც ერთი არსებული მონიტორი დატვირთული არ არის. იქნებ ნახონ ისეთი ადამიანი, ვინც მხოლოდ და მხოლოდ ამ მონიტორებს მიაქცევს ყურადღება და ის ფუფუნება, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რომელიც ბევრ ქალაქს არ აქვს და მონიტორების გაქირავების საშუალება გვაქვს და შეგვიძლია სხვადასხვა ფირმებს შევთავაზოთ იქ რეკლამის განთავსება, ამისთვის არაფრისთვის არ გამოიყენება. მინიმუმ შეგვიძლია ტელეარხი 25-ს დაუთმოთ და ნეკროლოგებს მაინც გაუშვებენ საღამოობით და იქედანა რაღაც შუქის ფულს და იმას ამოვიღებ და ტყუილ უბრალოდ დენი იხარჯება და არაფერში არ არის ეს გამოსადეგი. და აუცილებლად მინდა ერთ მნიშვნელოვან თემას მივაქციო ყურადღება. ჩვენ გვექნება საუბარი ქალაქ ბათუმის ბიუჯეტში არის
ბათუმობის დღესასწაული მოდის, ეს ან ბოლო ცვლილება იქნება ბიუჯეტის, ან შესაძლებელია ერთი ცვლილება კიდე იყოს. მე მინდა თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგინოთ 2013 წლის ბათუმობის ანონსი, ჟურნალი, ბროშურა, ასე ვთქვათ, სადაც დაანონსებულია თუ რა ღონისძიებები და რასაკეთებს ბათუმობის დღესასწაულზე ქალაქ ბათუმის მერია. ჩემ დასამწუხაროდ დღეს არის ისეთი ტენდენცია, რომ ღონისძიებები ძალიან შემჭიდროებული, ყველაზე პატარა ქუჩა გვაქვს არჩეული, რომელიც დატვირთვა მინიმალური არის ამ ქალაქში და მინდა ყველას, ვინც ამ საქმეშია ჩართული, თხოვო რომ ცოტა უფრო მასშტაბური იყოს ეს ყველაფერი და მით უმეტეს, როდესაც დაახლოებით 3 მილიონზე მეტი თანხიანი აიპი გაგვაჩნია კიდე, რომელიც არის პირდაპირ ორიენტირებული იმაზე, რომ ბათუმობა მოაწყოს და ასევე ჩართული იყოს ყველანაირად ყველა ღონისძიებაში, რაც ჩვენ ქალაქში მოხდება. ერთადერთი ღონისძიება აკისრიათ მათ, ერთადერთი ღონისძიების ჩატარება და აქაც მათი დატვირთვა არის მინიმალური. მათი უზრუნველყოფა არის მხოლოდ და მხოლოდ სცენის გადატანა, გადმოტანა და ფეირვერკების სროლა, ჩემი შეხედულებით, რასაც ხედავ და ეს არის, მაშინ შეგვიძლია ეს აიპი გავაუქმოთ და უბრალოდ მატერიალურ-ტექნიკურ ჯგუფად გადავაქციოთ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უზრუნველყოფს ამ ღონისძიებების ჩატარებას. მით უმეტეს, ზაფხული კარზეა მომდგარი, უკვე სეზონი დაწყებულია, ძალიან ბევრი ტურისტია ჩამოსული და ერთი წესიერი ღონისძიებაც, რომელიც ბათუმს ერთი კონცერტიც კი არ აქვს. მე ვარ ბათუმის საკრებულოს წევრი და ამიტომ ჩემთვის ურეკში ჩატარებული კონცერტი არ არის ამ ქალაქში ჩატარებული კონცერტი. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ის ტურისტი შემდეგ საწავა ურეკიდან, როდესაც წამოვა, შესაძლებელია ტურისტი შეკვეთილში დარჩეს, შესაძლებელია ქობულეთში დარჩეს და ბათუმამდე საერთოდ ვერ ჩამოაღწიოს და ამიტომ ძალიან გთხოვთ მიაქციეთ ყურადღება, თუ არის შესაძლებელი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩამოდიან, მხოლოდ ზღვაზე დასასვენებლად არ მიდიოდნენ და უფრო მეტი გართობა შემთავაზოთ ამ ადამიანებს. მადლობთ. მადლობთ ბატონო დიმა, ძალიან ბევრ საკითხს შეეხო ბატონი დიმა და იმედია მე რაღაც არგუმენტებს შევისვენთ მერიიდან. ეხლა ბატონი ირაკლი, შემდეგ ბატონი ფრიდონი. მე მინდა ისევ იმ სამწუხარო თემას შევეხო, რაც წამოჭრა ბატონმა ნოდარმა და აბსოლუტურად ვიზიარებ მის დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. უნდა გითხრათ, რომ სავალალო შედეგები გვაქვს ყოველგვარ, ასე ვთქვათ, სტატისტიკას გადავაჭარბეთ, სიკვდილიანობის ხრივ იღუპებიან ჩვენი მოქალაქეები დღისით, მზისით და ფაქტიურად თითქოს გონია, რომ ამით დამთავრდა და ყოველდღე ახალი მსხვერპლი არის ჩვენ ქალაქში. აქედან გამომდინარე, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში მოვახდინოთ პრევენცია და იმის გაკეთება, რისი გაკეთება ჩვენ შეგვიძლია. სამწუხაროდ ბატონი ბუხრაძე ისე წავიდა ჩვენი ქალაქიდან, რომ ჩვენ ვერ მოასწარეთ მისი გაცნობა. იგივე ფაქტი არის დღეს ახალი საპატრულოს უფროსი დაინიშნა და კიდევ ერთხელ შემიძლია დავსვა ამ მაღალი ტრიბუნიდან ჩვენი თხოვნა, რომ გაგვეცნოს და დავილაპარაკოთ საჭიროებო საკითხებზე. აქ არ არის რაღაც ნიშნით მოგებით, თქვათ, მისი გაცნობა ან რაღაც საკითხები. ბატონო ირაკლი, იქნება აპარატს დავავალოთ და მოიძიონ ამ ადამიანის ტელეფონის. არა, ახლა ესე აქ ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში. აქ არის ტელევიზია და საკრებულოს ხდომას არ უყურებს. არაერთხელ ეს დაიწერა საჯარო ინფორმაცია, რომ ჩვენ ვითხოვთ საკრებულო. მე კი არა პირადად ირაკლი ჩავლეშვილი. საკრებულოს გვაქვს ძალიან ბევრი საკითხი გადასაწყვეტი მათთან და რა არის? საგზაო ნიშნების დაყენება და საგზაო მოძრაობის რეგულაცია ქალაქში არის თვითმმართველობის უშუალო პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, მე მქონდა ბატონ ჩხეიძესთან საუბარი სატრანსპორტო სამსახურის უფროსს გიგასთან და ძალიან ბევრი საკითხი არის, რომელსაც მარტო გიგა ვერ წვეს. გიგას უნდა დახმარება. ამ ხრივიდან არაერთხელ გვილაპარაკია იმასთან დაკავშირებით, რომ არის პრობლემები. მაგალითად, სეზონთან დაკავშირებით, მისი მოსაზრებები, მაგალითად, ეხლა მიმდინარეობს რეაბილიტაცია გზის, მიმდინარეობს მონიშნა და როგორც გიგა ამტკიცებს, არასწორად დგება იქ ნიშნები, თქვათ, ბაგრატიონთან მისვლამდე. ჯერ ზებრა იხაზება და მერე დგება ნიშანი, რაც არასწორია. დიდი პრობლემებია გამსახურდიას ქუჩაზე, სადაც
გადატვირთულია ეს მონაკვეთი იცით ძველი ბათუმია და მანქანებს ვერ აყერებენ არის იქ საშუალება რომ მანქანები დადდნენ არამონიშნულ ადგილებზე მაგრამ არის ნიშანი საგზაო ნიშანი ახლა ახალი საფათულოს უფროსი მოვიდა და დაიწყო გუშინწით დაჯარიმება გასაგებია რომ რა თქმა უნდა მაგას ვითხოვ სულ აგერ სხვას რაზე ველაპარაკო ჩვენი საკრებულოს წინ დგას ნიშანი რომლის როდის მოხდეს გუშინ იდგა ჯერ კიდევ ან მოხსნათ ეს ნიშანი ან რაღაცა სხვა არ შეიძლება უცხოელებს რო ჩამოდიან თუ თქვა კანონიერად არის ეს ნიშანი ამ კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს თუ არა სიცხვილეა რომ ყველა ნიშნის ქვეშ მანქანები დგას ამიტომ დროებით მოხსნათ იმ გამსახურდიას ქუჩაზე ეს ნიშანი დამთავრდება სეზონი და ისევ აღვადგინოთ იმიტომ რომ ჩამოსულმა ადამიანმა არ იცის თქვა სად დააყენოს მანქანა ინფორმაცია რომ ციცოდეს დასაყენებელი ადგილი არ არის ქალაქი სადაც გადატვირთულია ეს კიდევ ერთხელ შეუძლია ანუ პარკირებაა გასაკეთებელი ხო პარკირების ადგილებიც არ გვაქვს. ახლა მე გუში მქონდა ბატონ ლაშასთან საუბარი, აქ ბიურო იყო. მაგალითად ის ზარალას მიწები რო არის, სადაც უნდა აშენებულიყო რაღაცები და ამდენი ხნის განმავლობაში არ შენდება, დროებით შეიძლება მესაკუთრეა, გასაგებია მისი ტერიტორია, არა, სულ სხვა რაღაცას ვლაპარაკობ. დროებით რომ მოგცეს იმის უფლება რომ პარკირება გავაკეთოთ. ეს მისი რო გააკეთა იმაზე გავლაპარაკო, უზარმაზარი ტერიტორია არის იქა. რომელიც არის აუთვისებელი და დროებით სანამ არ აშენდება მას ხომ აქვს გეგმა ზაფხულის პერიოდში მაინც მოგცეს იმის საშუალება რომ იქ მანქანები დადდნენ იმიტომ რომ ქალაქი გადავსებული არის გასაჩერებელი ადგილი არ არის და კიდევ ერთი საკითხი აქ ხიდებთან დაკავშირებით სწორი მიმართულება იყო ჩვენ მაგალითად გახსოვთ ორბის წარმომადგენელი და პრეზიდენტი რომ იყო აქა და ყველანაირად ხელი შეუწყეთ თქვა რომ დიდი ინვესტიციები იქნება ეს საჭიროა ქალაქში გასაგებია კაპიტალის შემოდინება და ქონება ქალაქისთვის არის აუცილებელი და იქ ერთ-ერთი პირობად იყო ხიდის გაკეთება. და რა ხდება ამასობაში? იწყებენ მისი მშენებლობის და მისთვის, ბიზნესისთვის საქმეების კეთებას, ხო შეიძლება ჩვენ თვითმმართველობამ და ქალაქმა და ხელმძღვანელობამ მოთხოვოს პირველ რიგში ხიდი გაუკეთოს ქალაქს, რომელიც აუცილებელია ქალაქისთვის და ორთან დაკავშირებით ლაპარაკობდა, თან პარალელურ რეჟიმში აშენოს კი ბატონო. მაგრამ რა მოხდება იცი? აშენებს მისას, ეს დაპირება იქნება დაპირება და როდის აშენდება ღმერთმა იცის. მე მეორე საკრებულოზე შემოვა ალბათ ინიციატივა რომ მეგობრებო, კიდე 1-2-3 სართული. არა, ხიდი აღარ იყო. ახლა მესამე საკითხი არის. ყველაზე რთული საკითხი, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა ჭავჭავაძის ქუჩას. ჩვენი თანამშრომელიც ერთ-ერთი იყო, გადარჩა ღმერთით რა. სასწრაფო წესით ნუ შეგვეშინდება იმის რომ ერთ პირთან დავდოთ ხელშეკრულებაა და სასწრაფო წესით შევღობოთ ისა. გავაკეთოთ რკინის გზაგამყოფი, რომელიც მეტნაკლებად შეაფერხებს. თორე გუშინ უყურე ახალგაზრდა გოგო და ბიჭი მე იმასთან ლუდის ქარხანასთან როგორ გადადიოდნენ, გადაძრებოდნენ კიდე ამ ღობეზე. ღობეც ვერ აჩერებს ჩვენ მასწავლებლობას, მაგრამ დიდი ღობე რაღაც რაოდენობას ხო შეაჩერებს მაინც. და კიდევ ერთი, როდესაც არის დაჯარიმება ავტომანქანის ძღოლების, რომლებიც არღვევენ კანონს, ამავდროულად იქ საპატულო პოლიციამ ფეხით მოსიარულეებს უნდა დააჯარიმონ, იქედან გამომდინარე რომ პრევენცია მოხდეს, რომ მსხვერპლი აღარ ქონდეს მომავალში ამასთან, აი მიდით ყოველ საღამოს გაიარეთ იმასთან ლუდის ქარხანასთან და რა ხდება იქ? არავინ არ დაგიდეს პირდაპირ ღობეზე ძრება. ერთი საპატულო ეკიპაჟი არ ფეხით მოსიარულე ხო შეიძლება საპატულო დადგეს იქა და აჯარიმოს ეს ხალხი რომ იქ უსაფრთხოება რომ იყოს დაცული. აი ასეთი საკითხებია, ბევრი საკითხებია, რომელზეც ჩვენ საპატულო პოლიციის უფროსს უნდა დაველაპარაკოთ. და საერთოდ საპატულო პოლიციის პირველ პოლიციელს არავინ არ ისწრებს. ჩვენ არ ვისწრებთ და მოსახლეობაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია და აი იმ პერიოდში რომ კომუნისტების პერიოდი უნდა ვისწრებდეთ პირველ პოლიციელს უნდა ისწრებდეს ადამიანი, იმიტომ რომ პირველ პოლიციელს იმხელა ავტორიტეტი უნდა კონდეს ქალაქში, რომ მისი გამოჩენა ქალაქს ეტყობოდეს. კომუნისტების დროს იყვნენ მილიციის უფროსები, რომლებიც დღესაც წარჩინებული მოქალაქეები არიან და დიდი სიყვარული და დიდი სიხარულით ხვდებით ჩვენ ყოველთვის იმ ხალხს. იცით ჩვენ მე ვიზე მაგ ლაპარაკი. დაგეცინება დემური. მალოთ ბატონო ირაკლი. პატივისცემით ხო მაგალითად იმას რა ქვია ბატონი თუ გინ დემური მჟავანაძეს. ბატონო თემო მე ვისაუბროთ. მოგესალმებით კოლეგებო.
კარგი ესაუბრები, რა თქმა უნდა, რაც ამოიჭრა, ყველაფერი არის მისახედი, მაგრამ ასეთ სტაბილიზება რჩება, რომ რამოდენიმე თვისი თუ გახსოვთ, მე დავაყენე საკითხი ერთ კონკრეტულ ქუჩაზე. აბა გავიხსენოთ, რუსთაველის ქუჩას კვეთავს თავდადებულიდან შევდივართ, იქ არის რესტორანი მარჯვენა მხარეს, ნიშანი, რა თქმა უნდა, ხის ქვეშ ისია მოთავსებული, თუ არ შეძვერით, არ შეიხედი, არ ჩანს. იქ გაჩერებული მანქანა მთლიანად კეტავს შესასვლელს. ეს დავაყენეთ 3 თვის წინ, მე მგონი საკითხი თქვენს გახსოვთ ის ადგილი, გავშიფრეთ ერთად თუ ძალიან ცუდ იმას პრობლემებს აკეთებს იმ ადგილზე და შესასვლელი აღარ არის ფაქტიურად ცენტრალურ ბულვარში. არაფერი შედეგი არ გამოიღო ამან. მე პატრულსაც შევესარი მან და უთხარი რომ აი ეს მანქანა აქ რო დგას და ვეღარ შემოვდივართ ჩვენ. აი რა ვქნათ, აქეთ ესაა ტაქსებით გაგან. იქ არ უნდა იდგეს, ხო? ნიშანი არ შეიძლება გაჩერებდეს. ჩვენო მაგი არ გვეხებაო, რაღაც შავი ფორმები ეძოთ პატრულის ნიშანი. ის აპარატმა ჩაინიშნოს ეს საკითხი და უნდა გვეთქვა კიდევ ერთხელ ვისაც ეკუთვნის მიაწოდოს იმ აიც. არ მოგვარდება, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, აქ თუ კონკრეტულად მართლაც არ უთხარით მათ და არ იმასკენით. კი ბატონო ფრიდონ ჩავინიშნეთ და ბატონი პაატა შემდეგ აღარ მახსოვს. ხო, მოგესალმებით, ხალბატონებო და ბატონებო. თემა ისევ ის არის ტრაგედია, რომელიც მოხდა გუშინ წინ ბათუმში. თუ გუშინ თუ არ ვწდები გუშინ პატარა ბავშვზეა საუბარი მივსამძიმრო მინდა ოჯახს მე იქ ვცხოვრობ მანამდეც და გუშინაც ასე ვთქვათ თვალყურს ვადევნებდი რაიმე თუ შეიცვალა იმ ტრაგედიის შემდეგ აბსოლუტურად არაფერი მინდა გითხრათ რომ თუ კი ესე დავტოვეთ ეს საკითხი აუცილებლად კიდე მსხვერპლი იქნება და არაერთი ამ ზაფხულში იმიტომ რომ მოგეხსენება ცოტა უპასუხისმგებლობაა ძალიან ასე ვთქვათ ჩვენი მძღოლებისა, ამიტომ მძღოლების იმედეთ და მათ კეთილსინდისიერების იმედზე ჩვენ ვერ ვიქნებით. ვერც ის დარწმუნებული ვარ, ქულების სისტემა ვერ შეაჩერებს. ამიტომ მე ვთხოვ ქალაქის ხელმძღვანელობას, ასევე საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობას, იქნებ დროებითი ზომები რაიმე მაინც. ამ ზაფხულის პერიოდში მივიღოთ, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვიმეორებ, კატასტროფა იქ 5 წუთი თუ გაჩერდებით, დარწმუნდებით იმაში, რომ რაღაც უბედურება აუცილებლად მოხდება რა. ამიტომ მე რამდენ გუშინ ბატონ თენგოს ველაპარაკე კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს და მითხრა, რომ პროექტიც კი არსებობს, აქვს კეთილმოწყობის სამსახურს მაგასთან გადასასვლელ ხიდებთან დაკავშირებით, რომელიც იქნება ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, იქ ორ ადგილას ბატონმა ნოდარმა თქვა რომ 3 ხიდო, თუმცა 2 საკმარისია, იმიტომ რომ ის ლოკაციები იქნება საიდანაც აი გამომავალი ქუჩები თავს მოიყრის. მაგრამ მანამდე იქნებ მივმართოთ და მე მინდა ოფიციალურად გავაკეთოთ ეს მიმართა, იქნებ დროებითი ღონისძიება რაღაც ის მწვერვალი არის, პოლიციელი თუ რაღაცა არის, მაინც ამ სეზონის პერიოდში რომ მიიღოს, ასე ვთქვათ, ეს ზომები საპატრულო პოლიციამ. დიდი მადლობა. მადლობა. ბატონო გოგო გისმენთ? მოგესალმებით. მე მაინტერესებს ბატონაშა ჩვენ საკრებულოზე მოწონებულიც კი იქნა ჩვენი ფრაქციის ინიციატივა მეტაქსას ქუჩის აჭარის მთავრობისადმი მოწოდების შესახებ, რომელიც გულისხმობდა მეტაქსას ქუჩის შენობის გადმოცემას გეცინებათ, იმიტომ რომ 3 წელი ერთი და იგივე თემაზე მიწევს საუბარი და არა დაადგა პასუხსაც კი საშველი. ამიტომ რახან რუსთაველის მაჟორიტარი ვარ, ჩემზე უფრო წვავეთ, ალბათ მინდა რომ გაგიზიაროთ ის სიმწვავე ბავშვთა ბაღებთან დაკავშირებული, რაც არის ჩემს ამაჟორიტაროში. ეს ერთი და მაინტერესებდა პასუხი თუ მოვიდა აჭარის მთავრობიდან ან ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გვაძლევენ ამ შენობას, რომელიც დღესაც უფუნქციო აქვს და უბრალოდ ერთადერთი ადგილია, რომელზეც შეიძლება ამ ტიპის სასწავლო დაწესებულების აშენება. მეორე საკითხი მინდოდა მეთქვა, რომ ბატონაშა ჩვენ დღეს დარბაზში გვესწრება ადამიანები, სოციალურად დაუცველები, რომლებიც წლებია უკვე ჩვენთან კომუნიკაციაში არიან და დღესაც მთხოვეს სიტყვის უფლება. მე ახლა მინდა გთხოვოთ, რომ იქნებ მივცეთ ბოლოს სიტყვის უფლება, მაგრამ ჩვენ რეგლამენტით ვალდებული ვართ კვარტალში ერთხელ ჩავატაროთ ღია კარის ხდომა. რომელიც ჩავატარეთ მხოლოდ ერთხელ და ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ, 2 წლის წინ და მე მგონი დადგა დრო, რომ რეგლამენტის დაცვით მაინც მოვახდინოთ მოქალაქეებისთვის ტრიბუნის მიცემა, იმისთვის რომ მათ გამოავლინონ და თქვან თავისი სათქმელი
რომელსაც პირველ რიგში ჩვენ მოვისმენთ, მაგრამ ჩვენი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე ჯობია ტრიბუნა დაუთმოთ ადამიანებს, რომ მერიამ გაიგონოს რეალობა ის თუ რა ხდება დღეს ქალაქში. ამიტომ მივცეთ დავნიშნოთ ღიაკარის დღე, კოლეგებო მოგიწოდებთ, რომ რაღაც შევჯერდეთ ერთ დღეზე უახლოეს პერიოდში, სადაც მოვახდეთ ამ რეგლამენტის დაცვის უზრუნველყოფა, შეიძლება ასე გითხრათ. მადლობთ ბატონო კობა. რაც შეეხება პირველ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენმა არა, თქვენ მიგიმართიათ ბაღთან დაკავშირებით წერილობით მე. საკრებულო მიმართა. არ მახსოვს ეგ წერილი ჩვენი საკრებულოს. ეს იყო ჩვენი ინიციატივა, ჩვენი ფრაქციის ინიციატივა, აგვისტოს ხდომა იყო 1 წელია ლამის გასული. და სამწუხაროდ პასუხი არ მიგვიღია. რაღაც გარკვეულწილად ზეპირი პასუხები გვაქვს მიღებული და მოდი ერთხელ კიდევ ჩამოყალიბდეთ და მოდი ზეპირი არ ჩავთვალოთ. კარგით, მაშინ ახლა ერთი წერილი ერთიანობად მოვამზადოთ და მივწეროთ თქვა სამინისტროს. მე მაქვს, მე მგონია ჩვენი აპარატიდან მოკითხული მაქვს და გაგზავნილია ყველგან წერილები ეკონომიკის სამინისტროში, აჭარის მთავრობაშიც, იმის მერე არჩევნებმაც ჩაიარა უფრო მეტი დრო 2-3 სეზონი გავიდა კლიმატური, ამიტომ თუ შეიძლება პასუხი გაგვეცით მეტაქსას ქუჩას 8-10 ნომერში მდებარე შენობა შესაძლებელი არის თუ არა გადმოეცეს მიზნობრივად ხაზს უსვამს სიტყვა მიზნობრივს, იმიტომ რომ მერიამ არ მოახდინოს სხვაგვარი განკარგვა იმისთვის რომ იქ აშენდეს ბავშვთა ბაღი. მადლობთ ბატონო გობა, დიდი მადლობა. გვაქვს განცხადებების სურვილი? გისმენთ ბატონო. მე ვეთანხმები ბატონ ირაკლის აუცილებლად მოსაწვევი არის საპატრულო პოლიციის უფროსი საკრებულოს ხდომაზე. თუ ჩვენ ვართ თვითმმართველი ორგანო და რაღაცაზე გავლენის მოხდენა შეგვიძლია აუცილებლად უნდა მოვიდეს. იმიტომ რომ პირველ რიგში ესეც შეკითხვას დავუსვამდი, რა განსხვავებაა მოტოციკლეთსა და მოპედებს შორის. რატომ ვამბობ ამას? მოპედებით სარგებლობს მართვის მოწმობის გარეშე ნებისმიერი პიროვნება, მათ შორის მცირეწლოვანები. ბავშვთა საავადმყოფოში ამას იმებზე 4 ასეთი ბავშვი მოიყვანეს მოპედებით. მორბენალი ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ არ მოეთხოვებათ ესე იგი მათ მართვის მოწმობა, მოტოციკლეტებზე აუცილებელია მართვის მოწმობა და რატომ არ აქცევენ ამას? ყურადღება ჩემამდე არ დადის. ეს მსხვერპლის სამწუხაროდ გაიზრდება, იმიტომ რომ აგვირახსნილად მოქმედებს პატარა ბავშვები ბაგრატიონზე, შაუმიანის ქუჩაზე, დიმიტრი თავდადებულის უკაცრავად. და რაღაც ყურადღება ამას უნდა მიექცეს იმის გამო, რომ არა აქვს, ესე იგი მართვის მოწმობა დაწესებული არ არის მოპედებზე, მოტოციკლეტებზე არის დაწესებული და რა განსხვავებაა მოპედებსა და მოტოციკლეტებს შორის, მე ვერ ხვდები. ან ვინმე ამიხსნას რა განსხვავებაა. რატომ არ მოეთხოვება მართვის მოწმობა მოპედებს და რატომ ზიან 10-12 წლის ბავშვები? მადლობთ ბატონ თემურ. გონი ამოვწურეთ. ბატონო ბაგრატ 1-2 სიტყვით ხوار გინდათ პასუხი გავცეთ. კი როგორ შეიძლება? კი ბატონო. მასე ჩამოვყალიბდეთ ერთიან აზრით და ეს საკითხები რომელიც არის გარკვეულწილად ხომ შუქნიშან ჩვენი IP საკითხია ხა და ჩვენ IP-ში მოვიკითხეთ. მადლობთ ისა განცხადებების დრო ამოვტურე და ბატონ მაგრაც ვიუცეთ ახლა საშუალება რომ ერთო გარკვეულწილად ორ საკითხს შეეხოს. დიდი მადლობა ბატონ ლაშა ზაგანყოფებთან და გადასასვლელებთან დაკავშირებით. ნაწილობრივ მოგაწოდეთ ინფორმაცია ამ ბატონო თუ შეიძლება რა უკაცრავად მოусმინოთ ბატონ ბაგრატს რომ გვაინტერესებს ამ ზაგანყოფებთან და გადასასვლელებთან დაკავშირებით პირველ რიგში მე ინფორმაცია ნაწილობრივ მოგაწოდეთ, მაგრამ მე მინდა დაგიდასტუროთ ეს ინფორმაცია და მუშაობთ ამ თემაზე, ანუ პირველ რიგში უკვე ამ ჭავჭავაძის ქუჩაზე პროექტი მზადდება და ჩვენ შევიტანცვლებთ ბიუჯეტში და გავაკეთებთ ამას აუცილებლად. რაც შეეხება გადასასვლელებს, 3 პროექტი არის ამაზე მზად, ეს არის ბენზეში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე და ტბელაბუსერიძეც და უკვე სამწუხარო სტატისტიკა ალბათ
უკვე დააყენათ ის წესრიგში, აუცილებელი არის, რომ პრიორიტეტად მივიჩნიოთ ეს და სასწრაფოდ მოხდეს ამის გაკეთება. არ არის ამაზე პრობლემა. და ბატონო ბაგრატ, როდისთვის ფიქრობ, უახლოეს თომისთვის ამ განსრულებებს თუ უფრო შემდეგ? და ალბათ შეიძლება დავამატოთ კიდეც. ვისთან? ორბთან დაკავშირებით რა ხდება, როდის აპირებენ ამ პროექტის განხორციელებას? ორმა აიღო ვალდებულებად, რომ გააკეთებდა ფეხით გადასასვლელს ზღვის სანაპიროს მიმართულებით. როდესაც ჩვენ რომ მიწა გადავეცით, ხო გახსოვთ? არა. პირობაში უდევთ მათ. პირობაში უდევთ. და იქნებ მოიკითხოთ. ბატონო გოგა, თქვენ ხო რა გაქვთ საქმე? შეაშვილზე. ხელშეკრულები დადგენილ ვადებში ხო? არ როდისაა მაგი? ხელშეკრულები დადგენილ ვადა, ხო არის? გასაგებია ხელშეკრულები დადებული ვადები, მაგრამ იქნებ, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება, ხელმძღვანელობა დაელაპარაკოს ორბის ხელმძღვანელობას და დააჩქაროს ეს საკითხი რა. ჩვენ შეგვიძლია ბატონო. ნუ დაველოდებით მისი სასტუმროს მშენებლობის დასრულებას. ჩვენ აღარ ვართ ხელმძღვანელობა, ხო ხედავთ? მე მერია მყავს მხედველობაში გოგა. იცი შენ ვისი მოსალაპარაკებელია მაგის საკითხი. ანუ ესე იგი ახლა რაც შეეხება იმ ბაღთან დაკავშირებით, 21 ბაღთან დაკავშირებით ბატონო თემურ დასრულდა მე პროცედურა იყო, სასამართლო დასრულდა და ბატონო არა, სასამართლო თავისი ვადები აქვს, თავისი წესები აქვს და თუ ზუსტი განმარტება გნებავთ, აგე იურისტი არის და გაგიმარტოთ, არ მე გეუბნებით, რომ სასამართლო ახლა დასრულდა და აღსრულებაზე არის გადაცემული და მე რამდენადაც ვიცი, აღმასრულებელი ამ კვირაში აპირებს გაატაროს ღონისძიებები. ჩვენ ამ ვერ ჩავერევით მაგრამ. მადლობთ ბატონო ბაგრატ. კარგით, მადლობა. მადლობა ბატონო ბაგრატ. ბატონო ბაგრატ და ერთ დავამატებ მაქემას. იცოდეთ, ხალხი გამოსვლას აპირებდა ქუჩაში. მე გავაჩერე, მე უთხარი მაცალეთ რამოდენიმე. ხალხი მზადაა რომ გამოვიდეს და მოითხოვოს ბატონო, მაგ აღსრულებაზე არის გადაცემული და დაცულია აბსოლუტურად ის ვადები და ის წესები და რაც შეეხება ახლა იქ ვიღაც მაღალჩინოსან ვიცით ვიზია საუბარი აბსოლუტურად არაფერშუაშია დაბეჭდნედა. მაგრამ ნუ გასაგებია ახლა ეჭვი შეიძლება ყველაფერზე იყოს, მაგრამ არაფერშუაში არის. მადლობთ. აღსრულებელი სასამართლო აღსრულება და ეს პროცედურები იქნება დაცული. მადლობთ. დიდი მადლობა კოლეგებო, გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხზე და პირველი საკითხი არის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის ბატონი ომარ ფარტენაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. ბატონო ომარ, ესე იგი ჩვენი რეგლამენტიდან გამომდინარე სამწუხაროდ არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ თავიდან მოგველოცა თქვენთვის ეს განკუთვნილი ეს დღევანდელი დღე და ეხლა გილოცავთ ეს მობათ უნდა მივიღოთ და გიცნობთ წარმატებებს. რავის თუ მოლოცვაში შემომიერთებით ბატონო თენგის. მადლობა ბატონო თავმჯდომარე, ბატონო მარს მინდა მიულოცო დღევანდელი დღე დეპუტატობის ასე ვთქვათ ამპლუაში შესვლა. ბატონი ომარი და მე დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ის არის ჭეშმარიტი ბათუმელი, ღირსეული მოქალაქე, კარგი იურისტი და ვფიქრობ მისი კვალიფიკაცია, მისი განათლება, ინტელექტი წაადგება საკრებულოს და მერიას ძალიან. ბატონო ომარ წარმატებები მინდა გისურვოთ. მადლობთ. მადლობთ ბატონო თენგის. ბატონო ომარ თქვენ ხوار გვეტყვით ერთი-ორი სიტყვით. დიდი მადლობა მოგესალმებით, უკვე კოლეგებო. მოხარული ვარ, შემოერთებით ცოტათი გვიანი, მაგრამ ალბათ მოვახერხებთ თანამშრომლებას და ურთიერთობას და ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენი ბათუმის სასარგებლოდ. გაიხარეთ. დიდი მადლობა. საერთო საქმის კეთებისათვის. მადლობთ კიდევ ერთხელ. მეორე საკითხზე გადავიდეთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის ნომერ მე-20 ადგილმდებარე სრულების შეტანის თავობაზე. მომხსენებელი ბატონი არჩილ ვანაძე. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს. პროექტის შესაბამისად ბიუჯეტი იზრდება 6.756.600 ლარით და ამ ცვლილების გათვალისწინებით შეადგენს 162.3
354,600 ლარს. კონკრეტულად ცვლილებებს რაც შეეხება ბიუჯეტის ზრდა ძირითადად განპირობებულია საქართველოს სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური დახმარებით, კერძოდ 585,200 ლარი დამატებით მივიღეთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან KfW-ს პროექტის, ანუ ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის, DGG-ს თანხის გადახდისათვის, ხოლო დაახლოებით 6 მილიონ ლარამდე მივიღეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისათვის. ეს ის პროექტებია, რაზედაც ქალაქ ბათუმის საკრებულომ მაისის თვეში მიიღო შესაბამისი მოწონების თაობაზე გადაწყვეტილება, შემდეგ ქალაქ ბათუმის მერიამ აღნიშნული პროექტები გააგზავნა აჭარის მთავრობაში, რაზედაც იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება და დღეს უკვე ბიუჯეტში აისახება ამ პროექტების დაფინანსება. ასევე სხვა შემოსავლები არაკლასიფიცირებული შემოსავლების ნაწილში 5 თვის ფაქტიური შედეგების გათვალისწინებით იზრდება 172,900 ლარით. რაც შეეხება ამ თანხების გამოყენების მიმართულებებს, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და კაპიტალური მშენებლობა, აღნიშნული უკვე პროგრამა 2,687,400 ლარით იზრდება, კერძოდ აჭარის ტრანსფერის ხარჯზე ემატება სოხუმის ქუჩისარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2 წლიანი ღონისძიება იქნება, ასევე სულაბერიზის ქუჩის სასახლეების კეთილმოწყობა, შევჩენკოს ქუჩის ნაწილის, გზისავალის ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაციის სამუშაოები, ქვაფენილიანი ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე ივანე მესხის მეხუთე ჩიხის კეთილმოწყობა, ვიდეო სამეთვალყურეო კამერების შეძენა ქალაქში, რომელიც ასევე ტრანსფერის ფარგლებში დაფინანსება და სტიქიის შედეგების ალიკვიდაციო სამუშაოები. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პარკირების სერვისის მართვას 1,76,000 ლარი ემატება. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია 8 მისამართზე ახალი შუქნიშნების მოწყობა, ეგრეთ წოდებული ჭკვიანი შუქნიშნების მოწყობა, მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარებას ემატება 80,000 ლარი და ამ თანხის ფარგლებში დაგეგმილია შპს ბათუმის ავტოტრანსპორტის კაპიტალის გაზრდა 16 ერთეული მოსაცდელის მოწყობის მიზნით. აქ ძირითადად დაგეგმილია ქალაქის პერიფერიულ უბნებში მოსაცდელების მოწყობა. სანიაღვრე არხების რეაბილიტაციას ემატება 228,600 ლარი და ამ თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია ძირითადად სტიქიის შედეგების ალიკვიდაციო სამუშაოები. ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციას 585,200 ლარი, რაც როგორც აღნიშნე არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ასახვა. პარკების, სკვერებისა და მონების სარეაბილიტაციო სამუშაოებს 1,200 ლარი. ეს არის შაფათავასა და მარუხის ქუჩების კვეთაში არსებული ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის ელექტროენერგიის ქსელში ჩართვის აფასური. IP ბათუმის კორპუსს ჯამში ემატება 1,663,400 ლარი. აქ არის ძირითადად აჭარის ტრანსფერიდან, აჭარის ტრანსფერის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები, მოიცავს როგორც სახურავების კეთილმოწყობას, ასევე ეზოების კეთილმოწყობას და ასე შემდეგ. ჩამონათვალი შეგიძლიათ ეხილოთ გამარტებით ფარადში. სპორტული საკლუბო გუნდების ხარდაჭერის პროგრამა იზრდება 50,000 ლარით. ეს არის ბათუმის ხელბურთის კლუბის დაფინანსების გაზრდა. კერძოდ აგეგმილია კლუბის ევროპის ჩელენჯ კაპში, მონაწილეობის მიღების მიზნით ემატება 50,000 ლარი. წელს გუნდმა მესამე საპრიზო ადგილზე დაასრულა ეროვნული ჩემპიონატი, შესაბამისად გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად. სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა იზრდება 44,400 ლარით და ეს თანხა ძირითადად ანგისის სპორტული ბაზის ელექტროენერგიის ქსელში ჩართვას მოხმარდება, შესაბამის აფასურის ანაზღაურებას. საერთაშორისო ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების ხარდაჭერა იზრდება 91,000 ლარით. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია 2 საერთაშორისო ფესტივალის დაფინანსება. ეს არის მოდის საერთაშორისო კვირეული და მისტერ პლანეტა. ბათუმის კულტურის ცენტრს ემატება 87,000 ლარი და ამ თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია ბათუმობის ღონისძიების დაფინანსების გაზრდა. ახალგაზრდულ ცენტრს თავისუფალი ინიციატივების ხარდაჭერის მიზნით ემატება 20,000 ლარი. მთლიანობაში ამ ცვლილების გათვალისწინებით, როგორც აღნიშნე, ბიუჯეტი იზრდება 6,756,600 ლარი და შეადგენს 162,354,600 ლარს. ეს არის მოკლედ იმ ცვლილებების შესახებ, რაც შეკითხვები ბატონებო პროექტის მიხედვით. გისმენთ ბატონო კობა. სამწუხაროდ კომისიაზე
ვერ მოვახერხე ამ კითხვის დასმა, მაგრამ ეხლა რო გადავავლე თვალი, პრაქტიკულად გამოდის, რომ ბიუჯეტი თანხმედრაშია შემდგომ საკითხებთან, რომლებიც დებულებებს ეხება, ხო? იმიტომ რომ მე როგორც ხედავ, თქვენ მერის სახელმწიფო ფონდი გადაიტანეთ ეს მიმდინარე ცვლილებებზეა. შეამცირეთ სახელმწიფო ფონდი 474,000 და გადაიტანეთ ეს თანხა არა ინფრასტრუქტურაში, არამედ საქონელ და მომსახურებაში, ისევე როგორც საკრებულოს გადაუტანია 504,000 სახელმწიფო ფონდიდან საქონელ და მომსახურებაში. ეს ტექნიკური საკითხია, ჩავთვალე უბრალოდ რო ყურადღება. ეხლა კითხვას მოგახსენებთ. მე აქ მაქვს, არ ვიცი, ყველა მინდა რომ ნახოს პრინციპში. ეს არის დებულებები და მთელი საშტატო განრიგი, რომელიც შემდეგ საკითხებად არის წარმოდგენილი. ბათუმი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი საქართველოში და გუშინაც კითხეთ ამის შესახებ. გამოდის, რომ ბათუმში ჩვენ არ გვეყოლება პირველი კატეგორიის მთავარი სპეციალისტი არც ერთ თანამდებობაზე, არც საკრებულოში და არც მერიაში, ყავს მხოლოდ და მხოლოდ მეორე კატეგორიის თანამშრომლები. თქვენ რახან ბიუჯეტში, ან გუშინ მიხსენეთ, რომ ბიუჯეტში თანხები არ იყო გათვალისწინებული და სწორედ ამიტომ გააკეთეთ ის, რომ ადამიანების კვალიფიკაცია მოარგეთ. ეგ არ მithქვავს მე რომ რანგირებას, ეგ არ მithქვავს რომ თანხები არ იყო და ამის გამო თქვა რაღაც კატეგორიული პირველი. კი ბატონო, მაშინ ახლა აღმოვაჩინე და ახლა გეუბნებით. რით არის განპირობებული ის, რომ ადამიანების კვალიფიკაციაზე კი არის იმსჯელეთ, არამედ მათ ჯამაგირზე მორგება გააკეთეთ მათი თანამდებობის. ახლა პირადად თქვენ შეიძლება არ გეხებათ, მაგრამ თლიანად სისტემა მე მგონი ცოტა არაადეკვატურად მსჯელობს, როდესაც ასეთ ნაბიჯზე მიდის. რა ვიცი ბატონო ირაკლი, ერთი პირველი კატეგორიის მთავარი სპეციალისტიც არ ეყოლება მთელს ბათუმს. ხო, ნონსენსია ხარ, როგორ შეიძლება მეორეები ყავდეს, განყოფილების უფროსები ყავდეს და მე რა რო ვიცემერი გვაკლია, ხო, მაგრამ ხო შეიძლება პირველი კატეგორიის თუნდაც ერთი ადამიანი იყოს. ბატონო ეხლა წაგაკითხეთ საშტატოს, ეთყობა ცუდად გაეცეთ. წაგაკითხეთ საშტატოს და გაჩვენებთ, რომ პირველი კატეგორიის მთავარი სპეციალისტი მთელ ბათუმის მუნიციპალიტეტში არ იარსებებს და მე როგორც ვიცი, პირველი კატეგორიისთვის რომ იბრძოლოს ადამიანმა ფიზიკურად ვერ მოახერხებს, იმიტომ რომ ხელახლა უნდა გაიაროს კონკურსები და ასე შემდეგ, მოახერხებს, მაგრამ წლების შემდეგ და ამიტომ გაურკვეველია, თუ კი ადამიანი დღეს მიგვაჩნია, რომ არის მთავარი სპეციალისტი, მისთვის ბიუჯეტში იყო გამოყოფილი თანხები, რატო გავაკეთეთ ის, რომ ბიუჯეტიდან თანხები ამოვიღეთ და ყველა ერთიან საზომით განსაზღვრეთ და მოგეთ ვექცევით. გიპასუხეთ ბატონობა? მიპასუხეთ თუ შეიძლება. რა შეეხება იმას, რომ თითქოს ბიუჯეტში თანხა არ იყო და ამის გამო არ მომხდარა. ყოფილა და უარესი გიქნიათ. ეს არ არის. არ ყოფილიყო არჩილ თანხა, მე უფრო გავიგებდი. თანხა იყო, ეს თანხა აიღე და გადაიტანე. გეკითხებით, რა შეჭირდება? მასაც განმარტავ რატო გადავიტან. ეს არ ყოფილა ნამდვილად. 400,000 ლარი მერიამ გადაიტანა გიპასუხეთ და მომსახურებაში. შეიძლება რა. უცებ, რატო? გიპასუხეთ ხო? ჰელიკოპტერები თუ ისა, რა ვქო, დრონები ახალი? გიპასუხებ თუ შეიძლება, რა შეეხება თანხის გადატანას, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით განისაზღვრა ესეთი პროფესიული საჯარო მოხელისცნება, რომელიც უნდა იყოს საშტატო განრიგით მიხედვით გათვალისწინებული, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები, როგორც არის დამხმარე და ტექნიკური ხასიათის თანამშრომლები, ანუ შრომითი ხელშეკრულებების მიხედვით უნდა იყვნენ, აყვანილი ორგანიზაციის მიერ, შესაბამისად მათი ხარჯი კლასიფიცირდება როგორც საქონელი და მომსახურება და ამიტომ იქნა გადმოტანილი შრომის ანაზღაურების მუხლიდან საქონელი და მომსახურებაში, ოღონდ შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების მუხლში, რომელიც არის საქონელი და მომსახურების შემადგენელი ნაწილი. ანუ ჯამში შრომის ანაზღაურების ფონდი არ დარღვეულა, უბრალოდ გარკვეული თანამდებობები ნაცვლად საშტატო ერთეულისა იქნება შტატგარეშე და მათ იგივე შრომის ანაზღაურება მიეცემა, ოღონდ არა როგორც საშტატო ერთეულს, არამედ როგორც შტატგარეშე მოსამსახურეს. ამიტომ იქნა გადატანილი ეს თანხა. ანუ შტატგარეშეში მე როგორც ინფორმაცია მაქვს, ხელფასებიც იზრდება ამ შემთხვევაში, ხო? ეს არის, რასაც ღებულობდა საშუალოდ, შტატში დასაქმებულად, იგივე ანაზღაურება იქნება მას. საშუალო წლიური თუ კვარტალური? საშუალოდ
ყოველთვიურად თუ გინდა წლიურად განსაზღვრა, რასაც ღებულობდა საშუალოდ, ანუ შტატში დასაქმებული ის თანამშრომელი და ეხლა მას დაერქმევა, თქვა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, იგივე ანაზღაურებას მიიღებს. უბრალოდ ბიუჯეტში ნაცვლად შრომის ანაზღაურება კლასიფიცირდება როგორც საქონელი და მომსახურება. ეს იყო მთლიანად ტექნიკური საკითხი, განმარტებით ბარათში ამაზე იყო, ანუ გაკეთებული განმარტება, ამიტომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ დეტალურად კიდე გამეულო ეს საკითხი. თუმცა რაც შეეხება მეორე შეკითხვაზე, რატომ არ მოხდა თქვა პირველი კატეგორიის მთავარი სპეციალისტი? თქვენ თუ გადახედავთ სარგოებს, რომელიც შემდეგ მოხდება ამ დადგენილების პროექტის განხილვა საკრებულოს მიერ, პირველი კატეგორიის მთავარი სპეციალისტი, რომელიც დღემდე არსებობდა თანამდებობის დასახელება მუნიციპალიტეტის საკრებულოში და მერიოში, შეესაბამება დღეს უფროს სპეციალისტის მეორე კატეგორიას, იგივე თანამდებობრივი სარგოთი. გაცრავად რა. მერიას და არა კვალიფიკაცია. ჩვენს მიერ მარტივად ერთი წამით რა თუ შეიძლება ჩვენს მიერ მარტივად შეიძლება შემოთავაზებული ყოფილიყო ვარიანტი, სადაც პირველი კატეგორია, თქვა, მთავარი სპეციალისტის შესაბამისი ყოფილიყო პირველი კატეგორია უფროს სპეციალისტის და იგივე სარგო ყოფილიყო, ხო? არაფერი ამითი არ შეიცვლებოდა. პირიქით, პირველი კატეგორია არის იმისთვის გათვალისწინებული სამომავლოდ, რათა თანამშრომლებს ჰქონდეს პროფესიული განვითარების საშუალება და იმ შემთხვევაში თუ თქვა ეგ იყო რეალური რა შეიცვლებოდა ბატონო კობა თუ კი პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს 900 ლარი ექნებოდა გამოდის რომ თქვენი ერთ-ერთი თანამშრომელი ყველაზე მაღლა მდგომი თქვენს შემდეგ გამოდის რომ ის არის არა პირველი კატეგორია, მისი კვალიფიკაცია ვერ ამოდის პირველამდე და თქვენ ამას აღიარებთ, მაგრამ რეალობა ხო ვიცით, რომ თქვენ იმსჯელეთ ადამიანს ჯამაგირზე მოარგეთ კვალიფიკაცია და არა კვალიფიკაციის მიხედვით განსაზღვრეთ მისი ანაზღაურება. ამ ცვლილებების გათვალისწინებით ქალაქბათუმის მერიაში არც ერთ თანამშრომელს არ შეცვლია ასე ვთქვათ კატეგორია. ხო და მაგას გეუბნები, ხელფასი არ შეცვლია. არც ხელფასი არც კატეგორია. გარკვეული პრინციპის ხელფასის ოდენობას მოარგეთ ადამიანის ნიჭი კვალიფიკაცია და არა ის რომ ვერ მიხდით. გასაგებია, კი. მაშინ მიხდა ყველაფერს, ასაც ვეკითხები, ბატონო ირაკი, ამაში პრობლემა. რა შეიცვლება თუ კი პირობითად საშტატო განრიგით ყველა მეორე კატეგორიას, ვინცა ერქმევა პირველი კატეგორია და მათი ხელფასი იქნება იგივე. რატო? მოიცა ქალაქ თბილისს თუ ყავს პირველი კატეგორია. ეს უფროს სპეციალისტი ქვია იმას. ეს უფროს სპეციალისტი ქვია იმას. იმიტომ რომ კანონმა გააუქმა კვალიფიკაცია შეუცირდა ამ ადამიანს? არა. აბა მთავარი სპეციალისტი იყო გუშინ და დღეს გიპასუხებ, დღემდე იყო ესეთი რანგირება სპეციალისტი, უფროს სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი და მთავარი სპეციალისტი. კანონმა გააუქმა ეს რანგირება და ეხლა არის უმცროს სპეციალისტი და უფროს სპეციალისტი. აღარ ბატონო გას ვერჩით ადამიანებს პროდამბობს ჩვენ ხელფასები უნდა მოვარგოთ კატეგორიას და არა კატეგორია ხელფასებს ჩვენ გვინდა რომ 900 ლარიან ხელფასს ჰქონდეს მეორე კატეგორია ქვიოდეს და 700 ლარიანს დაუშვათ მესამე კატეგორია და ამ დროს პირველ კატეგორიას რამდენი უნდა ჰქონდეს 1200 1500 თუ რამდენი განსაზღვრულია სარგოები 1400 ხო რა იმიტომ გეუბნები და აგვეყო და პირველი კატეგორიისთვის მიგვეცა 900 მეორესთვის 850 დაუშვათ ისე ვამბობ და ეს სახელი მისი წოდება არ დაგვეკარგა ადამიანის ის არის პროფესიონალი იმ კატეგორიის რა კატეგორიაც მას ეკუთვნის და ჩვენ მას თავარი სპეციალისტი ქვია და გუშინ დღეს ვეუბნებით ხარ მეორე კატეგორიის რომ პირველსაც ვეღარ ხაჭავ უხერხულია ცოტა უკაცრავად პირიქით რა თანამიმდევრობას ვეყვეთ ბოდეშკი ხდით ბატონი ჯაბა ბატონი ირაკლი ბატონი ქალბატონი ნატალია შემდეგ დიმა და მე ეს გისმენთ ბატონო თქვენ რომელ კატეგორიის იმას მიეკუთვნებით პირველი ხარ თუ მეორე ხო სამსახურის უფროსთან აყოფილების ანუ რანგირების მიხედვით ანუ არის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი სამსახურის უფროსი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი განყოფილების უფროსი და მერე მოდის უკვე სპეციალისტების შემთხვევაში პირველი მეორე მესამე კატეგორია უფროს სპეციალისტი და prvელი მეორე მესამე კატეგორია უმცროს სპეციალისტი. ბატონო არჩილ, ერთი შეკითხვა უბრალოდ მე როგორც მახსოვს, როდესაც კატეგორიებზე შემოვიდა და წავიკითხე, იქ ეწერა კატეგორიები არ ენიჭებათ მინისტრებს, მის მოადგილეებს, მერებს, მის მოადგილეებს
იმიტომ რომ პოლიტიკური თანამდებობის ხო, პოლიტიკურთა დანარჩენს ყველას ენიჭება კატეგორია. რანგები და კატეგორიები განსხვავება ამ იმაში. რანგები და კატეგორია. სამსახურის ხელმძღვანელი არის. ასაგებია. ბატონო ნოდარ. გეკნება და ბატონო არქიელი ემაზე თბილისში როგორ დაალაგეს თბილისში. ბატონო არქი. როგორც სამსახურის უფროსი მოადგილე მე ვარ მეორე რანგის საჯარო მოხელე ამ შემთხვევაში. ხა და ეს რანგია და არის კატეგორიები ასევე მაგრამ ბატონო არქიელი მაინც თბილისთან კონტაქტი გეკნება იქ როგორ დაალაგეს ეს თქვენ რომ დაალაგეთ დაახლოებით ისეა დაალაგებული თუ იქ სხვანაირად დაალაგეს ანუ აქ საუბარია იმაზე რომ ქალაქ ბათუმის მერიაში ანუ არ შეცვლა არც ერთი ასე ვთქვათ თანამშრომლის კატეგორია იგულისხმება ანუ ბატონებო ანუ გონი წინასწარ გავდივარ საკითხებ და ეს შემდეგ გამოდის ბატონი ნუკრი იქნება ამ კონკრეტული საკითხების წარმომადგენელი და მერე დაუსვათ საკითხები კი მესმის ისა ბატონოკობა მაგრამ ეს საბიუჯეტო ნაწილს ეხება და თვითონ ბიუჯეტის ნაწილში არის და რანგირებებთან დაკავშირებით ბატონი ნუკრი გამოვა და მერე გავაგზავნოთ იმიტომ რომ გამოგვივა ფაქტურად გაორმაგება და კარგია მართლაც რომ რა ვიცი ერთი ესეთ საკითხზე თუ გვაქვს სამჯელო ბიუჯეტში და ესე იგი დანარჩენი კარგად არის ბიუჯეტის საკითხი მე ვთვლი რომ კარგი არის და გონი ბატონ იმას სხვა შეხედულება აქვს დოდარს გისმენთ ბატონო და ახლა მე რო თქვა ბატონო თავმჯდომარე ბიუჯეტში კარგად არის სიტუაცია მე ხوار დამიჯერებთ მაგრამ ერთი მინდა თქვა აი კარგად არის ბიუჯეტში კარგად არის ყველაფერი არჩევნების წელი გვაქვს, მიდი მიაწექით, მე მინდა ერთი ძალიან მარტივი მაგალითი გითხრათ, 2012 წელს მოგეხსენებათ გარადოკის დასახლება, რაც ქუჩები არსებობს, ყველგან ასფალტი დავაგეთ, ყველგან მოვაწესრიგეთ, მაგრამ სამწუხაროდ ნაციონალურ მოძრაობამ წააგო არჩევნები. ეს ერთი, გაითვალისწინოთ მინდა ჩვენი წარსული და გამოცდილება, ეს ერთი. არა, უნდა დააგოთ, უნდა გააკეთოთ, კარგია. ეს ერთი. რაც შეეხება მეორე საკითხს მინდა კიდევ თხოვნით შემოვიდე ქალაქ ბათუმთან და საკრებულოსთან გისმენთ ბატონო და გისმენთ ბაგრატიონის 111-ში ცხოვრობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და როდესაც ეს სოციალური სახლი ქალაქ ბათუმის მერიამ ანუ დაამთავრა სხვა კომპანიამ დაიწყო დაამთავრა ისე გამოვიდა რომ ანუ ლიფტის მოძრაობა იწყება მეორე სართულიდან. აუ ბატონო და ხა ეს გონი ბიუჯეტის საკითხს ამ თუნდაც არ ეხება და განცხადებებში გეთქვათ ეს აჯობებს იმიტომ რომ მაშინ რაღაც რეგლამენტი დავიცვა. ხონა იყო მეთქი და ძალიან დიდი ბოდიში. კი მაგრამ ვიფიქრე რაღაც ბიუჯეტთან დაკავშირებით იქნება რომ ბიუჯეტში გავითვალისწინოთ მეთქი ის ხარჯი რომელსაც შეიძლება რომ ანუ ლიფტის მიმოსვლა 0 სართულიდან დაიწყოს იმიტომ რომ ამოჭრა ძალიან უჭირს და დიდი მადლობა ეგ ცალკე საკითხია. რაც შეეხება ბიუჯეტს მომხსენებელთან მაქვს ერთი ასეთი კი ბატონო გისმენთ შეიძლება ამ ბიუჯეტის ცვლილებებს არ ეხება მაგრამ საერთოდ ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილს ეხება მე მინდა გავიხსენო ჯავახიშვილის ბოლოში შენებარე ეგრეთ წოდებული თქვენი PR კამპანია რომელიც დაიწყეთ 2013 წელს შეიძლება ასე ითქვას იაფის სახლის მშენებლობა სადაც 1,700,000 ლარია ბიუჯეტიდან გადახდილი წინასწარ ავანსის სახით და იქ უნდა აშენებული 4 საცხოვრებელი სახლი. ბატონო და მგონი მაჟორიტარობას აპირებს რაღაც ამ ბოლო დროს ჯავახიშვილის ქუჩაზე. ძალიან ხშირად ბევრჯერ გამეკეთები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება. საკრებულოს მოქმედი წევრი ვარ ჯერჯერობით და ამ პარტია თუ შემომთავაზებს ვიფიქრებ ამ საკითხზე. მადლობთ. შემოგთავაზებთ ბატონო. და მინდა გითხრათ რომ ხელშეკრულებაში ბატონო არჩილი წერია რომ ეტაპობრივად გადარეცხული თანხასთან მიმართებაში თქვენ იყავით ანუ პასუხისმგებელი რომელსაც უნდა გაგეთქიათ კონტროლი. მე ვთვლი ბატონო არჩილ არ გასცეთ პასუხი, იმიტომ რომ საკითხს არ ეხება და ეხა შეუსმოწყობისთვის არა ვარ გზად. ქალბატონო ნინო გთხოვ დავსვათ შეკითხვა ბიუჯეტთან დაკავშირებით. მადლობა ბატონო და ვერ გააგზავნეთ. მადლობთ ბატონო ნოდარ, მადლობთ. ძალიან გთხოვთ. საკითხთან დაკავშირებით ადამიანმა გადაურიცხა კომპანიას შესაძლებელია ეგ საკითხი იყო უკვე განცხადებების დრო გქონდა თქვენ და შეგეძლო ჩამოგაყალიბებინათ ეს აზრი. დიდი მადლობა. ხარჯვის ნაწილი რომელიც მადლობთ ბატონო და მადლობთ. საკრებულოს თომას მადლობთ ხო, დიდი მადლობა. ისმენთ ბატონო ნინო. ბატონო თავმჯდომარე რომელიც ხელშეკრულებით ბატონო და ძალიან გთხოვთ რა. სადაც 1,700,000 ლარი გადაურიცხა კომპანიას. ბატონო და ძალიან გთხოვთ. სადაც დახარჯული არის 100,000 ლარის ბეტონი და მეტი არაფერი გაკეთებული.
ამ ადამიანმა მომხსენებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებით, რომელიც თვითონ იყო პასუხისმგებელი, რომელსაც ფირმას გაახსნებინეს VTB-ის ბანკში ანგარიში. ქალბატონო გისმენთ. უნდა გამოყენებული იყოს. ბატონო და ძალიან გთხოვთ ახლა რა. 1,700,000 ლარი დაიხატა ბატონო თავმჯდომარე. ძალიან გთხოვთ. და არქი პასუხი გასცეთ. ხმას დაუწიეთ. ხო. იყო განცხადებების დრო, თუ ამ ბიუჯეტს ეხება შეკითხვები. ამ ბიუჯეტს არ ეხება 2000. ხო და თუ არ ეხება ამ ბიუჯეტს, შოუს მოსაწყობის არ არის ეხლა ეს წუთები. მადლობთ ხო. რა პასუხია ბატონო? ისმენთ ქალბატონო ნინო. რა პასუხია გაცემული მითხარი? 1,700,000 ლარი გადაიხადა ბათუმის ბიუჯეტმა, მითხარ რა პასუხი გაცემული. რა? ისმენთ ქალბატონო ნინო. რა, ცნობილი რა. უკაცრავად დავით. უკაცრავად. 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 პასუხს ვერ მივიღე ბატონო. უკაცრავად. უკაცრავად. დამშვიდი, დავით. დამშვიდი. დამშვიდით ახლა. დამშვიდით, ბოდიშის მოხდით, დამშვიდით. გისმენთ ქალბატონო ნინო, მადლობა. პასუხი მაინტერესებს ბატონო თავმჯდომარე. გისმენთ ქალბატონო ნინო. ბიუჯეტთან დაკავშირებით შეკითხვა. ანუ კოლეგებო 2017 წლის 14 ივნისს მერის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბათუმობის დღესასწაულის მაღალ ორგანიზებულად ჩატარება და ბატონო თავმჯდომარე, თქვენ ხართ ამ კომისიის წევრი. სხვა ასევე სხვა კომისიის წევრებთან ერთად მე მაინტერესებს თქვენ პირადად თუ ესწრებოდით კომისიის ხდომას. არა, ყოფილა. მაშინ ამ კომისიის ხდომაზე განხილული იქნა პროექტი, ანუ მოსაზრება, იდეა, როგორ უნდა ჩატარდეს ბათუმობის დღესასწაული და აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი იყო კულტურის ცენტრის იდეა, შეთავაზება, რაც ბუნებრივად მიმაჩნია, იმიტომ რომ მათი პირდაპირი მოვალეობა, მათ ევალებათ კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და შეთავაზება მერიისთვის, როცა ასეთ განსაკუთრებული ღონისძიება, მაგრამ პარალელურად ასევე აღმოჩნდა კიდევ ერთ-ერთი მოქალაქის რეზო ახრახაძის პროექტი. მე მაინტერესებს, ეს კომისია ითვალისწინებდა თუ არა აი ეს საჯაროდ სხვადასხვა იდეების მიღებას იყო თუ არა ეს ინფორმაცია საჯაროდ, ანუ ამ პიროვნების გარდა სხვა კონკურსი გამოცხადდა, ტენდერი გამოცხადდა, რამდენად ხელმისაწვდომი იყო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის, სხვადასხვა კულტურული დაწესებულებებისთვის, რომლებსაც შესაძლებელია ქონოდათ ინიციატივა, ქონოდათ წინადადება, ჩართულიყვნენ და ანუ ამ კონკურსის ფარგლებში არჩეულიყო. ჩვენ ვხედავთ დღეს, რომ აი ეს პიროვნების მიერ შეთავაზებული წინადადებით უნდა ჩატარდეს ბათუმობა, რაც თავისთავად ზრდის კიდევ ხარჯებს, იმიტომ რომ ბუნებრივია წარმოიქმნა უკვე ჰონორარის საკითხი სხვა ხარჯებთან ერთად. რატომ ხდება ასე? პირველ რიგში გამჭვირვალობაზე მაქვს პრეტენზია, რატომ არ იყო ეს საჯარო და მეორე, რატომ იქნა დაწუნებული ან კულტურის ცენტრის მიერ წარმოდგენილი პროექტი და რატომ არ ვაძლევთ, უფრო სწორად, რატომ არ ვავალებთ, რატომ არ ვთხოვთ მათ თავად იყვნენ ინიციატორები და თავად შეასრულონ ის მოვალეობა, რაშიც ჩვენ მათ ფულს ვუხდით. თუ კომპეტენციის საკითხია ამ ორგანიზაციის, მაშინ კომპეტენციას მივხედოთ და გადაიხედოს შემადგენლობა ადამიანებს, რომელსაც ხელფასი აქვს კეთილი ინებოს და წარმოადგინოს შესაბამისი პროექტი. ეს ერთი საკითხი და მეორე საკითხი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენმა კომისიამ ხარი არ დაუჭირა ორი ღონისძიების დაფინანსებას და მოითხოვა ამოღება, იმიტომ რომ მიგვაჩნია არამიზნობრივად ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდეს ორი კომერციული ხასიათის სრულიად დარე ასეთ ჩავთვალეთ ჩვენ ღონისძიება. გთხოვთ ამაზე გვიპასუხოთ. კი ბატონო, ბოლო და კი ბატონო, ის ბარემ საკითხები Fashion Week და მის და Mr. Planeta. ჩვენ ერთხელ დავაზუსტებთ, რომ მხარდაჭერა ამ ორგანიზაციებს წინა წლებში თქონდათ, წელსაც თქონდა და ხომ არ შეიძლება მუდმივად ქალაქის ბიუჯეტიდან ეს თანხა შესაძლებელია სავსებით საკმარისი აღმოჩნდება ჩემი აზრით მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის ბიუსტის დამზადებისთვის. ჩვენ შესყიდული გვაქვს პროექტი და წინ ვერ წავიწიეთ, იმიტომ რომ მუდმივად თანხები არასწორი მიმართულებით იხარჯება. ეს თანხა შეგვიძლია ჩვენ ჩავდოთ, ისევ კულტურის განყოფილებაში დარჩეს და დავაფინანსოთ
მერაბ კოსტავას ბიუსტის დამზადება. ბატონი დიმა, შემდეგ ბატონი ჯაბა, ხო? ბატონი ჯაბა. გსურთ ხო სიტყვა? ბატონი დიმა და შემდეგ ბატონი ჯაბა. მე თემის გაგრძელება თემა მინდა გავაგრძელო. მე შემთხვევით ჩემს განცხადებაში არ მიხსენებია და არ მომიტანია ეს ბროშურა, რომელიც 2013 წლის ბათუმობას შეეხება. ამის შემდეგ ჩვენ ვაკეთებდით ეს მოწვევის თვითმმართველობა, ასე ვთქვათ და მინდა გთხოვოთ, მინდა გითხრათ, რომ ის კომისია, რომელიც შეიქმნა ბატონი ლაშა თუ არ აპირებს მაგალითად ამ კომისიაში მონაწილეობის მიღებას, შეგვიძლია სხვადასხვა საკრებულოს წევრებს ვთხოვოთ, რომ ჩართული იყვნენ და არ იყოს ასე ერთპიროვნული გადაწყვეტილება. მე ძალიან კარგად მახსოვს, თუ არ ვცდები 2015 წლის ბათუმობა, როდესაც დაიგეგმა და ძალიან სასაცილო იყო მაშინ მოხიტოების თემა, ასე ვთქვათ და ეს იმ წლის ბათუმობის ერთ-ერთ სასაცილო თემად იყო ქცეული. ამის შემდეგ დღეს შესაძლებელია ეს პიროვნება, რომელიც ჩვენ არ ვიცით, შესაძლებელია კარგ საქმეს გვიკეთებს, მაგრამ ვარაუდი უკვე მიდის იქეთკენ, რომ ამის უკან რაღაც იმალება შესაძლებელია ამ ადამიანს ეს რა თქმა უნდა ტენდერი გამოცხადება ამის შემდეგ ბათუმობის ჩატარებაზე, შესაძლებელია მან ისეთი სცენარი შესთავაზოს კომისიას, რომელიც შესაძლებელია მას რაღაც ნივთები უკვე შეძენილი ქონდეს და უკვე მხოლოდ ამით განისაზღვრება ბათუმობის ჩატარება. კონკურსი უნდა იყოს ღია. ჩვენ ყველა ჩვენთაგანი დაინტერესებული ვართ. მე ვესწრებოდი განათლების კომისიას, სადაც კომისიის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი იმას, რომ ბათუმობის ბიუჯეტი გაიზარდოს, მაგრამ არა გაიზარდოს იმ ფონზე, რომ ვიღაცის დაგეგმილი და ასე ვთქვათ ყოვლად უცნობი სცენარები გავიდეს, არამედ კომისია შეიკრიბოს. მე კომისიის ბატონ გია ერმაკოვს, ქალაქის მერს ვთხოვ, რომ ეს კომისიის შემადგენლობა გაიზარდოს და უფრო გამჭვირვალე იყოს ბათუმობის დღესასწაულის დაგეგმვა და ასე შემდეგ. ასევე აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო იმ ორგანიზაციებას, კომისიამ უარყოფითი დასკვნა მისცა Mr. და Miss Planetas და Fashion Weeks. მე გეტყვით, რომ ეს მართლა ქალბატონმა ნინო მახსენა და მართლა მდარე ტიპის ღონისძიებებია. მოდით გეტყვით ასეთ რაღაცას და თუ ბევრ რაღაცაში ვერ ვერკვევით, შეგვიძლია ტელევიზორშიც მივადევნოთ ყური, როდესაც სხვადასხვა ტიპის კონკურსები იმართება, მაგალითად გეტყვით, როდესაც მის მსოფლიო იმართება, მის მსოფლიო კონკრეტულად ერთ ქალაქში 5 ჯერ ზედიზედ არ ტარდება, ბატონებო და ქალბატონებო. ის სხვადასხვა ადგილებში ტარდება და რატომ ანდამაინც მე-5-ჯერ და მე-6-ჯერ უნდა ჩატარდეს ბათუმში და რითი არის ეს განსაკუთრებულობა რაშია ამ ტიპის ღონისძიების. ასევე Fashion Week-თან დაკავშირებით მე წავიკითხე წერილი, რომელიც შემოსულია ჩვენთან და მინდა გითხრათ, რომ ოფიციალური წარმომადგენელი Fashion Week-ის არის ქალბატონი თაკო ჩხეიძე, რომელიც საერთოდ საქმის კურსში არ არის, რომ ბათუმში ასეთი ტიპის ღონისძიება ტარდება. მე ძალიან ჩემთვის როგორც ბათუმელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ღონისძიება ჩატარდება ბათუმში, რაც შეიძლება მეტი ლამაზი დღეები, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ბუნდოვანი, ეს უნდა იყოს იმ ტიპის ღონისძიება, რომელიც ვიწრო წრეზე არ იყოს მორგებული და ამდენი ტურისტი რო ჩამოდის და ამდენი ბათუმელი მთელი წლის განმავლობაში რო ელოდება ზაფხულის დადგომას, მხოლოდ ვიწრო წრისთვის არ უნდა ტარდებოდეს ეს. ძალიან გთხოვთ, მე მინდა ჩემი ფრაქციის წევრებს ვთხოვოთ თანადგომა იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონო ლაშა დააყენეთ კენჭისყრაზე, რომ ეს ორი ღონისძიება ამოღებული იქნას ბიუჯეტის ცვლილებებიდან. ჯერ მოვისმინოთ აბა ბატონ ჯაბა, გააქვთ რომ შეკითხო კიდევ? თქვენ ბატონო ბარმენ? მე კენჭისყრამდე მოვითხო, მაშინ წუთიან შესვენება. ჯერ მე ვფიქრობ, რომ განმარტება მოვისმინოთ, მაშინ ამ კონკრეტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით და პირველ საკითხთან დაკავშირებით. მე დავიწყებ და მე ბატონ ალეკოს თხოვ ანუ დახმარებას, ვინაიდან უშუალოდ კომისიის მონაწილეობაში ბათუმობასთან დაკავშირებით მე არ ვიყავ ჩართული. თავდაპირველად მინდა ბატონ ოდარს გავცე პასუხი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ ანუ იაფის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით მან ჩემი ასე ვთქვათ პასუხისმგებლობა ახსენა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ეს დოკუმენტაცია ბატონო და ხელშეკრულებასთან თანამდებობა. რა თქმა უნდა, მე მაქვს მაკისრია იგივე მერის დებულებით თუ მერის ბრძანებით გარკვეული უფლებამოსილებები, რასაც ვასრულებთ და ვახორციელებთ.
რა თქმა უნდა პასუხისმგებელი ვარ ყველა იმ ქმედებაზე და გადაწყვეტილებაზე, რაც მიღებული მაქვს და თქვენ შეგიძლიათ როგორც საკრებულოს წევრს გამოითხოვოთ ნებისმიერი დოკუმენტაცია ამ პროექტთან დაკავშირებით, ისედაც საჯაროა და შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა და რა თქმა უნდა იქ მერის მიერ განხორციელებული ქმედებები, მათ შორის ჩემს მიერ მიღებული განხორციელებული ქმედებები თვლი რომ კანონმდებლობასთან არის სულ შესაბამისობაში. 7 ჯერ გადაურიცხე ფული ბატონო მარჩა. 7 ჯერ. ამისთვის წარმოდგენილი 7 ჯერ გადაურიცხე ფული. ამისთვის წარმოდგენილი მილიონ 250.000 გადაურიცხე და მე დაახლოებით 9 მილიონი გადაურიცხე და სადაც შესრულებული სამუშაო არის დაახლოებით 200.000 ლარი მაქსიმუმ და თუ თქვენ არ მიადგენთ ყურადღება და ტექსტ ზედამხედველი რომელიც თქვენ ყო და გამოყოფილი და მისი მოხსენებითი ბარათები რომლებიც არის თქვენთან შემოსული იმიდან მაინც იმის მიხედვით რომ შესრულებული სამუშაოები არ მიმდინარეობდა გრაფიკის მიხედვით და ის არ იყო რაოდენობის მიხედვით, ანუ გადახდილი თანხის მიხედვით, არ იყო შესრულებული, მიუხედავად ამისა თქვენ დამატებით 9 მილიონი გადაურიცხეთ. 6 ჯერ მოხდა თქვენს ეს იყო წინასწარი რამოდენიმეჯერ. ეს იყო წინასწარი ანგარიშტორება, უბრალოდ ეტაპობრივად ხორციელდებოდა ანგარიშტორება. მილიონ 200.000 გადაურიცხე, ბატონო, არჩი პირველი ავანსის სახით. მიმწოდeblis კი ბატონო, გადაურიცხეთ წინასწარი. შესრულებული არის 200.000 ლარი სამუშაო და რატომ გადაურიცხეთ დამატებით 9 მილიონი? ეს წინასწარი ანგარიშტორება შესაძლებელია ერთობლივადაც ერთმანეთსაც მომხდარიყო, უბრალოდ მერია ეტაპობრივად ახორციელებდა წინასწარ ანგარიშტორებას შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა. მესმის რითმაც გინდა. ჯერ გადაურიცხეთ თქვენ მილიონ 200.000-ზე მეტი მილიონ 230.000 ლარი პირველი ავანსის სახით. მე ხა პირველი ჯამში კომპანიას თანხები ერისხებოდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. კი ბატონო. ავანსის სახით გადაურიცხეთ მილიონ 200.000 ლარზე მეტი კომპანიას რომელმაც ბატონო არჩილ ავანსი თვალისწინებდა ხელშეკრულება ბოდიშვილი ჩავერა. ხელშეკრულება იყო შესაბამისი საბანკო გარანტია იყო შესაბამისი დოკუმენტაცია ხა ხდება ვერ გავიგეთ ადი პროკურატურაში რა თუ და სასამართლოში. დიახ. იმის შემდგომ თქვენ გადაურიცხეთ ისევ 9 მილიონი ლარი. ბატონო და თქვენ პროკურორი ბრძანდებით? დაკითხვა ხდება თუ რა ხდება? საკრებულოს წევრი ვარ ბატონო თენგიზ. გასაგებია, მაგრამ შენ შეკითხვას უბრალოდ როგორც პროკურორი, მე შესწავლილი მაქვს ეგ დოკუმენტაცია ძალიან კარგი, მთელი პროცედურა მაქვს შესწავლილი. მე არ გამოვდგები ადვოკატად, მაგრამ თუ ეს არის სისხლის სამართლის საქმე, ამას გამოიძიებს პროკურატურა. რამდენადაც დავამთავრებ თუ შეიძლება. ხელშეკრულება ითვალისწინებდა 2 მილიონიან ავანსს. თქვენ 2 მილიონიან ავანსს. ამდა საბანკო გარანტიები იყო წარმოდგენილი ხა სხვაზე დანარჩენზე უნდა იმშელოს ბატონო და არ გედავებით რა სწორად გამიგეთ გეუბნებით ხელშეკრულება ითვალისწინებდა 2 მილიონიან ავანსს და წარმოდგენილი იყო საბანკო გარანტიები ეხლა ტექნიკურად იურიდიულად რამდენად სწორად ან არასწორად იყო თუ ეს არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი ვინმესი ამის გამოძიების ადგილი აქ არ არის ამას გეუბნებით მეტი არაფერი და თქვენ ეხლა ბოდიშს საკრებულოს წევრი ვარ და მაკონტროლებელი ორგანო ვარ ბატონო თენგიზ არ გედავებით ბატონო არ გედავებით ვალდებული ხარ აკონტროლო გეუბნებით რომ მილიონ 200.000 ლარზე მეტი გადარიცხა მერიამ ხო და იყო ხელშეკრულების საგანიო ავანსად გაცემის შესაძლებლობა და ხა რა გითხრას ახლა რანაირად გითხრას 200.000 ლარი გადაურიცხეთ ბატონო თავმჯდომარე გასაგებია და რა რისთვის გადარიცხეს იცით თქვენ კონკრეტულად მილიონ 200.000 იცით და შემდეგ 500.000 იცით უბრალოდ თქვენ ახლა ციფრებს ამბობთ რომ გჭირდებათ რაღაც ისა პოლიტიკური მისაკუთრებისას კარგით მადლობა 200.000 ლარი გასაგებია მაგრამ ეხლა თქვენ ლაპარაკობთ 9 მილიონი ყვილად ლაპარაკობთ ეხლა საგარანტიო წერილი საბანკო საგარანტიო წერილი რომელიც არის წარმოდგენილი მერია დღესაც არ ყოფნა ვერ გარკვე რომელი ბანკია ხო კარგით მაშინ მიხედავს პროკურატურა მაგ საკითხს გისმენთ ბატონო ალეკო მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო ამ დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით მაშინ ესე გავცემ ბათუმობით დავიწყებ რა ერთი დავიწყოთ იქიდან რომ მე რაც მერის მოადგილე გახლა ვარ და მანამდეც რა ინფორმაციაც მაქვს არავის არ მოუკლავს თავი კონკურსების გამოცხადებით ბათუმობაზე მე ჯერ არ მახსოვს რომ რომელიმე ბათუმობაზე გამოცხადებული იყო კონკურსი რაც შეეხება კომისიას ორი კომისია 2014 წელს და 2015 წელს ჩატარდა იყო გაპარტოებული კომისიები სადაც მონაწილეობას იღებდნენ არა სამთავრობოებიც სამინისტროს წარმომადგენლები, საკრებულოს წარმომადგენლები, იქ იყო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, საზოგადოების წარმომადგენლები და მე ბოდიში ვიხდი, ახლა არავისთან არ გამოვთქვა რაღაცა უარყოფით. მაგრამ ეს კომისიები ემსგავსებოდა იმას, რომ ყველა კომისიის წევრს ჰქონდა თავისი აზრი
რომლითაც მივდიოდით იქამდე, რომ მთელი თვის განმავლობაში ყველა აფიქსირებდა თავის აზრს, ერთი იქეთ, მეორე იქეთ, მესამე იქეთ და ბოლოს მივდიოდით იქამდე, რომ ტენდერის გამოცხადებასაც ვერ ვასწრებდით და ვთხოვდით შესყიდვების სააგენტოს პირდაპირ რომ ჩამოუყალიბდებოდით ბოლოს დიდი ჩხუბის დადავიდარების შემდეგ. და ამის შედეგად პირველ ყოვლისა ზარალდებოდა თვითონ ღონისძიების, ასე ვთქვათ, დონე. წელს გადავწყვიტეთ ჩვენ ესეთი რაღაც. ჩვენ დაუძახეთ კულტურის ცენტრს და იყო ახლა რაღაც კერძო კონტაქტები არ დავმალო მე რა მაგაში ბიძაშვილი არა ჩემი ახლახაძე და არა და შემოიტანა ამ რევაზ ახლახაძემ ღონისძიების რეჟისურა შემოიტანა ასევე კულტურის ცენტრმა მოგვეწონა უფრო ეს არ ნიშნავს იმას რომ კულტურის ცენტრი თავის საქმეს არ აკეთებს უბრალოდ ეს ახლა გემოვნებაზე არ დაობენ კომისიის ყველა წევრს მოეწონა და სხვადასხვა უნიკალური ბატონობაა დაგეგმილი აქ ერთმა თქვენმა კოლეგამ ძანა რომ მე მარტო მემედაბაშიძის ქუჩა არ მაწყობსო მაგრამ გაიქნება ცოტა უფრო კომპეტენტურად რომ მიუდგეთ ამ საკითხს მემედაბაშიძის ქუჩა იმიტომ მოგვეწონა ეს რეჟისურა ზუსტად რომ მთლიანად მემედაბაშიძის ქუჩა წინა წლებში მოგეხსენებათ იყო რაღაც აქტივობები მაგრამ იყო ამ მემედაბაშიძის ქუჩაზე წვეტა ანუ თქვათ რომელიღაც კუთხეში იყო აქტივობა მეორე კუთხეში არ იყო აქ მთელი მემედაბაშიძის ქუჩაა შეკრული და ბათუმობის ბიუჯეტიდან ლომის წილი იხარჯება არა ხელფასებზე, არა ასე შემდეგ, არამედ ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. ამიტომ რახან კომისიამ მოიწონა ეს პროექტი, წავედით არა კონკურსის კუთხით, რომელიც მინიმუმ ერთი თვე მაინც გაგრძელდებოდა, ამის შემდეგ ისევ წავიდოდით პირდაპირ შესყიდვით, ისევ გამარტივებულით, ამაზე რომ აგვიარა გვერდი, მოვიწონეთ ეს პროექტი და ვაპირებთ რა კერძო ინტერესებზეა ლაპარაკი მაინტერესებს აქ ჩემს ოპონენტებთან რომ როდესაც ვაპირებთ ტენდერის გამოცხადებას ტენდერს ვაცხადებთ ამ ინფრასტრუქტურულ მოწყობაზე მთელი მემედაბაში უნიკალური რაღაცები და გაკეთდეს იქ ძალიან გთხოვთ რა ვიცი თუ ვინმეს დეტალურად აინტერესებს შემიძლია მივაწოდო უფრო მეტიც ბატონო ლაშა ბათუმობამდე არის კიდევ დრო ხო სექტემბრის პირველ წლებში ტენდერის გამოცხადებასაც დრო უნდა ხო შეიძლება თეორიულად რომ ის ტენდერით ჩავარდეს მე რა ვქნათ ამიტომ დავიკავეთ ასე ვთქვათ დრო ხოლო რაც შეეხება იმას რომ თუ ვინმეს დეტალურად აინტერესებს ბათუმობა არც მაგას არ გაურბივარ ჩვენ კიდევ ვიმეორებთ გინდათ ამ ფორმატში გინდათ უფრო გაფართოებულ ფორმატში გზად ვართ ვინცა რეჟისორი ჩამოვიდეს და მოაწყოს პრეზენტაცია და თუ კი იმ პრეზენტაციის შემდეგ მიუხედავად იმისა რომ გემოვნებაზე არ დავობენ ვინმეს რამე ექნება სალაპარაკო გზად ვარ მივიღო შენიშვნა მაგრამ დარწმუნებული ვარ როგორც ერთხმად მოეწონა იქ იყო კი ბატონო თქვენ არ გზადდებოდით იყო სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ხო და არ ვიცი კიდევ ვიმეორებ რა კერძო ინტერესებზე თქმა ყველაფრის შეიძლება რა ეს ერთი საკითხი ეხა მეორე საკითხი თუ აქ თან ბათუმობას დათვარ დაასრულოს და კი დიდი სიამოვნებით თელ ბათუმში მოვაწყობით საერთოდ მე არ მინახია ქალაქის დღეები რომ თელ ქალაქში იყოს ასე გაგრძელებული არის რაღაც ერთი ლოკაცია ჩვენზე უფრო მდიდარ მუნიციპალიტეტებში და იმ ლოკაციაზე მიდის ქალაქის დღის აღნიშვნა ეს ერთი საკითხი მეორეც კი ბატონო მზად ვარ მაგრამ ძალიან ვთხოვ რომ ვინმე მაინც დაითვალოს დაახლოებით რა ხარჯებთან იქნება მაშინ საქმე როდესაც 209,000 ერთი მემედაბაშიძის გამზირის მორთვა ჯდება ურეხშიც რო გადავიტანოთ ფაგეღონისძიებები და ანჭაობში ხო მაშინ ბიუჯეტი უბრალოდ დაახლოებით წარმოვიდგინოთ რასთან გვექნება საქმე მერე რაც შეეხება ბიუჯეტის გაზრდას რეჟისურით რომელ ბათუმობაზე არ უხდიდით ჩვენ რეჟისორს თანხას ყველა ბათუმობაზე რეჟისორი ვინც იყო კომისიის მიერ შერჩეული იღებდა თანხას ეს იყო მისი ასე ვთქვათ ხელფასი და არ გუკლოს არ გუკლოს და საკმაოდ დიდი თანხები იყო თუ კი რამე შეკითხვა გაქვთ ბათუმობაზე კიდევ მზად ვარ კი პასუხი ბათუმობასთან დაკავშირებით თუ შეკითხები გისმენთ ხალბატონო შედა ბატონჯაბა და ბატონოდარ ნათესაური კავშირების ასე ვთქვათ შესწავლა ყველაზე მარტივი ფორმა ამისა ჩვენ რომ ამაზე არ დავიწყოთ საუბარი არის ზუსტად ტენდერი და არის სწორედ იმიტომ არის მოფიქრებული კომისია კონკურსი და ტენდერი და როდესაც ამ გზით არ მიდიხართ
აი მაშინ ჩდება ეჭვი და ეს თქვენ არ უნდა გაგიკვირდეთ. თუ იმ ახრახაძეს უნდა დავამთავრებ და გამეცით მე შეგიძლიათ ხომ თქვენ თქვა. ანუ ხო და როდესაც ასეთი ფორმით არ ტარდება, იმიტომ ჩნდება კითხვა, იმ ადამიანს თუ ქონდა ჯობნის არ დაილება, იქნებ სხვასაც ქონოდა საშუალება მოეტანა თქვენამდე რაღაც იდეა და რაღაც პროექტი და სად იყო ამის შესახებ ინფორმაცია ვკითხულობ, თუ იყო იცოდა ამ საზოგადოებამ რომ თქვენთან შეიძლებოდა ამ კომისიაში მოსულიყო რაღაც პროექტი იდეა და თქვენ მას ისევე განიხილავდით როგორც სხვას. თუ ერთი ადამიანი გებულობს, რატომ არ ქონდა საშუალება სხვასაც გაეგო. ეს ინფორმაცია უნდა ყოფილიყო აუცილებლად საჯარო. თქვენ სხვანაირად მიუდგებით საკითხს. მე გამჭვირვალობაზე მაქვს პრეტენზია და საჯაროობაზე მაქვს პრეტენზია. ქალბატონინო, უკაცრავად ასე რომ თქვენ ეხლა აღმოაჩინეთ ამერიკა. თქვენ რო კომისიის წევრი ბრძანდებოდით, ერთი წამით რა, ახლა მე დამამთავრებიათ რა. ერთი წამით, ხო. არა, რატომ ელაპარაკებით ასე ვერ გავიგე? აბა როგორ ფიქრობთ, ახლა ამერიკას იმიტომ გეუბნებით, რომ ორჯერ იყავით კომისიის წევრი, რატო არ ლაპარაკობდით მაშინ კონკურსებზე? ეხლა აღმოაჩინეთ ამერიკა მეთქი, იმიტომ გეუბნებით, რომ 3 წელიწადია, არავის არ ქონია შენიშვნა იმაზე კონკურსი რატო არ ტარდება. კონკურსს აქვს თავისი წესები და თავისი დრო აქვს. უნდა ეს კონკურსი გაგრძელდებოდა ერთი წამით, არაფერი არ უნდა დავიცვათ, როდესაც არის კომისია, უკვე კონკურსი შეიძლება უგულველდებოდ, იმიტომ კომისია იღებს კომისიურ გადაწყვეტილებას ამ მე ხო არ ვიღებ მარტო ან ვინმე ჩემი კოლეგა და ასეთი ტრადიცია იყო. აბა მითხარით, როდის იყო, რომელ წელს იყო კონკურსი გამოცხადებული. ეხლა რომ აძლევ შენიშვნას, მაგ შენიშვნას არ მივიღებ ქალბატონინო. და რაც შეეხება საჯაროობას, იმიტომ არის ტენდერი, რომ ზუსტად ეს პროცესი გახდეს საჯარო. მაგრამ რომ არ იყოს რაღაც ზედმეტი მითითებები, ასე შემდეგ კიდევ აბობ მზად ვართ გავაკეთოთ პრეზენტაცია, გინდათ ამ ფორმატით, გინდათ კიდევ უფრო გაფართოებული. მალოს ბატონ ჯაბა. ბრაშვაშია. არა ჯერ აქ არის კომისიის გადაწყვეტილება. მე მეჩქარება ტენდერი, რომ ჩავატარო ტენდერი ნორმალურად. ვიღაცა ისა რა ქვია, შარახვეტია კომპანიამ არ მიიღოს იქ მონაწილეობა და ღონისძიება არ ჩამივარდეს. იმიტომ რომ ღონისძიების ჩავარდნით, პასუხს მომთხოვეთ თქვენ, მე პირო. ხო და რატო წახვედით ამ ხელა რისკებზეო? ქალბატონი ნინო გეკითხება. რისკებზე წავედით, ხო ბატონო. შეიძლება დავრჩეთ ზეიმის გარეშე, ხო ეს ერთი. რატო უნდა დარჩეთ? აბა არ მიიღებს არავინ მონაწილეობას ტენდერზე დამთავრდება ამ ყველაფერი. მაშინ რა მოხდება? ამიტომ ტენდერი გამოგვეცხადებია ჩვენ ბიუჯეტში თანხა გვაქვს მთელი წლის განმავლობაში. იანვარ-თებერვალ მარტში გამოგვეცხადებია ეს ტენდერები. აგვისტომდე რომ მოვიყვანეთ და ივლისამდე. არ მოგავ, კი ბატონო, არის მაგაში ლოგიკა, მაგრამ წესია ასეთი ყოველთვის ზაფხულში ვჯდებით ხოლმე. გასაგებია, მაგრამ ჩვენ თანხა უკვე გასული წლის დეკემბერში ვიცოდით რა გვექნებოდა ბათუმობაზე. თუ რამე დასამატებელი იქნებოდა, მე დავამატებდით, მაგი არაფერი, მაგრამ ტენდერი გამოცხადებული იყო, რომ მოვიყვანეთ იმამდე იმ დრომდე, როდესაც შეიძლება ჩაგვეშალოს ყველაფერი და ბოლოს ერთ არაფერი არ გვეშლება. აიცით, თქვენ უკვე იცით ვინა გამარჯვებული ტენდერის? როდისა, მაგრამ მაგ იმის დრო რომ ხელმეორედ გამოაცხადო. მე დავაზუსტებ. ან თუ არა და თქვა გამარჯვებული წავა და იქნება. დეკემბერი იანვარში ღონისძიებები. ბატონო ჯაბა, ახალი წლის ერთ და გვავიწყდეს, მე 26 მაისის. ეხლა მთლათასე ხო არ შეხედან იმამდე ზაფხულამდე. გულზე ხადა არა. ხო ხადდება. არა ბატონო თემო 26 მაისი ტენდერი ჩატარდა ქალბატონო. ტენდერი ჩატარდა 26 მაისი. აბა რით ტარდება ეს ღონისძიებები? ყველა ღონისძიება ტენდერით მიდის? აბა საბოლოო ჯამში ყველაფერი ეს ტენდერითაა. მაგას რო ავუოროთ, გვერდი და რო არ იყოს გამალისა, რა ქვია, პირდაპირ შესყიდვები და რაღაცა. იმიტომ ვაკეთებ ვიყიდეთ. ბატონო ალექსანდრე, კითხვა მაქვს ამერი. გამარტივებული ელექტრონული ტენდერი დღებულებ თუ გამარტივებული შესყიდვით? ჩვეულებრივი ტენდერი. ჩვეულებრივი 15 ელექტრონული ტენდერი. ანუ გამარტივებული სამდღიანით შეძენა. ჩვეულებრივი ჯამში იტოვებს იმ ლუფტს, რომ შემდეგ გამოიყენოს ეგ საბოლოო ჯამში. რამაინ ბოდიში ერთი წამით რა. არ ვიცი გვარი ვერ დავიმახსოვრე ამ რეჟისორის, შემახსენოთ იქნება. ახრახაძე. ამ ახრახაძე არის რეჟისორი, რომელიც არ არის რეჟისორი, კი ბატონო. მე მაინტერესებს კომპანია ვისთანაც თქვენ მაგალითად წინასწარი მოლაპარაკებები და ეს შესყიდვაში ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომ ბაზარი უნდა მოიკვლიო. წინასწარ თუ ქონიათ რაიმე კომუნიკაცია კონკრეტულ შეპესესთან, რომელიც ამის ორგანიზებას გააკეთებს და ის საკონკურსო პირობებში
რა გამოცდილებას ვთხოვთ ამ ადამიანებს, რა უნდა კონდეს გამოცდილება, რომ მიიღოს ანალოგიური ტიპის მაშინ ტენდერში მონაწილეობა. გეტყვით მაგასაც, ეხლა რა ხდება? მადლობა. გამოცდილება გვაჩვენა ერთი რაღაცა, რომ ხშირად, აი მაგალითად საახალწლო ღონისძიებებში მიიღო კომპანიამ მონაწილეობა, რომელსაც ელემენტარულად აი მთელი ღონისძიება რაც უნდა გაეკეთებინა ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურული დათვლილი არ ქონდა. უბრალოდ იქ ქონდა ჩადებული აი კილოცავ 2016 წელს. ისე მიიღო მონაწილეობა და ისე გაიმარჯვა, რომ ბოლომდე არ ქონდა გავლილი, ანუ ხარჯ-დაღრიცვა. რის შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებით ჩვენ არავით არის შეზღუდვა არ დაგვიწესებია მაშინ. ხო და არა, ჯაბა სხვა რამეს ვამბობ შენ. ხო და ამიტომ კი ბატონო, ამიტომ წელს მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ბათუმობის ბიუჯეტის სავარაუდოდ არის 300,000 ლარი წლევანდელი რა. შეზღუდვა დავაწესოთ, რომ კომპანია იყოს ისეთი, რომელსაც ერთჯერადად გამართული ღონისძიება ექნება 300,000 ლარიანი. და რა თქმა უნდა, კანონი გვავალებს კიდე, რომ ამ კომპანიამ, რომელიც გაიმართოს ტენდერში, მოიტანოს საბანკო გარანტია. ეს იმიტომ ვაკეთებ ბატონჯაბა მაგას, რომ უბრალოდ ღონისძიება, აი სულ არის ეგეთი პრობლემა, რომ შემოდის რაღაცა პატარა კომპანია, აგდებს სხვას, იგებს ტენდერს, მაგრამ შესრულებაზე გვაქვს მერე ვაი უბედურება სულ რა. ჯერ ბატონო დარია, შემდეგ ქალბატონინატო და თქვენდე თქვენ. არა, მართალი ხარ, გეთანხმებით, ზუსტად მაგას ვაპირებ, რომ ხონდეს ერთი ივენთი მაინც გაკეთებული, რაც არის ბათუმობის ბიუჯეტი, არის თქვა 300,000 ლარი. ის ქალბატონლალი უბრალოდ რიგში არიან და შემდეგ მოგცემ ცეცხლის საშუალებას. გისმენთ ბატონო და გენდერულ ბალანსთან დაკავშირებით რომ პრეტენზიები არ კონდეს მანდიდოსნებს, მე აღარ დავსვა კითხვას. რავი ყოფილიყო მაშინ თქვენსგანაც წარმოადგენელი ქალბატონი უკეთესი იქნებოდა. ბატონო ლაშა შემიძლია ხო? ბატონო ლაშა შემიძლია? ბატონო და ჯერ მაშინ ქალბატონლალის უთმობს თუ რომელს უთმობს თქვი ბატონო. არა, რიგში მე კარგი, ქალბატონატო შემდეგ ქალბატონლალი. მე შეკითხვასთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში მიკროფონი არ მოვითხოვე, მოსაზრება მინდა გამოთქვა ჩემი, იმიტომ რომ ზოგადად თემას უფრო ასე ვფიქრობ ნათელი მოეფინება თუ ვიტყვი რომ სხვადასხვა დროს წილად ხვდა ბედნიერება ასე ვთქვათ ყოფილიყავი ჩართული აი მაგალითად ბატონმა დიმან წარმოადგინა 2013 წლის პროგრამა თუ არ მეშლება ბატონო ირაკლი თქვენ იყავით მაშინ საკრებულოს თავმჯდომარეც და ჩვენ ერთად ვიყავით იმ კომისიაში კი არა უბრალოდ რა იყო მაშინ დადებითი ის რომ რაღაც დიდი ნაწილი ქალაქის ესე ვთქვათ გამორჩეული პიროვნებების აქტიურად იყო ჩართული ამ ღონისძიებების დაგეგმვაში. და ხიბლი ამას ჰქონდა ნამდვილად ის, რომ ბათუმელები აწყობდნენ ბათუმობას. მაგრამ არ შემიძლია არ დავეთანხმო ბატონ ალეკოს იმ ნაწილში, რომ ეს იმდენად დროში გაწელილი იყო, ყველა საკუთარი მოსაზრება ჰქონდა. მართლა ძალიან დიდი ძალისხმევა იყო საჭირო ყველაფერი ერთად მოგეყარა. საერთო ღონისძიების თუ სცენარის სახე მიგეცა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ამასაც თავისი ხიბლი ჰქონდა და ასეთ ფორმასაც მივესალმები. როდესაც ჩვენ წავედით სხვა გზით, თქვათ 2015 წლის თუ 16 წლის ბათუმობაც კარგად მახსოვს, მე თვითონაც ვიყავი იმ კომისიაში წევრი 2015-ის თუ არ ვცდები, მაშინაც მაინც იყო აი ეს აზრთა სხვადასხვაობა და ძალიან გართულებული იყო ტენდერების გამოცხადება მახსოვს და სულ გვიწოდა ფორს მაჟორში გამარტივებული წესით. სწორად მახსოვს ბატონო. ამასაც ჰქონდა მისი უარყოფითი მხარე ბუნებრივია. გამჭვირვალე იყო შეიძლება საჯარო იყო, მაგრამ მე იმდენ პრობლემას ქმნიდა, რომ ერთად ამის გადაწყვეტა ხარვეზებს გვაძლევდა. მე დობა ზოგადად მახასიათებს ხოლმე საქმიანი ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია ადამიანის სამსახურის ხელმძღვანელობდეს და იქ საქმეზე ორიენტირებული არ იყოს და აქედან გამომდინარე კომისიის თომაზეც
ჩემი აზრით დავაფიქსირე სწორედ ამ მიმართულებით და ვთქვი, რომ არიან ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ მარტო ბათუმობა კი არა, ვიღაცა მიცის, რომ თბილისობა ტარდება, ვიღაცა მიცის, რომ გვირილობა ტარდება ქუთაისში. და რატო არა, მე თვითონ ვიყავი ოდესღაც სცენარებით ძალიან დაინტერესებული, თავად ვწერდი. და გამივლია კიდეც იდეა თავში, რომ ნეტა ხო არ შევთავაზო. მე ვუშვებ იმასაც, რომ ეს ადამიანი სულ არ ვიცი ვინ არის რეზო ახრახაძე, მაგრამ რატო არა მოვიდა მერიაში, იკითხა შესაბამის სამსახური, შესთავაზა თავის კონცეფცია ბათუმობის და კომისიის წევრები იმსჯელებდნენ და არც სცენარი მინახავს, არც ღონისძიება, მაგრამ მე უბრალოდ მე მინდა არა კომისიამ განიხილავ, კომისიამ დაუჭირა მხარი ბატონო თემურ. ანუ კომისია თავად კი აღარ იმუშავებს. ერთი პატარა რეპლიკას ვიტყვი და შემდეგ აი უბრალოდ ეს მინდოდა მეთქვა ბატონო ლაშა საკრებ ჩემი კოლეგებისთვის. ნუ ეხლა ყოველ შემთხვევისათვის ის კი ვიცით, რომ ყოველ სექტემბრის დასაწყისში პირველი შაბათ-კვირა არის ბათუმობა. ეს ახალი და ის არ არის და მგონი დიდი 10 წლეულებია უკვე ეს არის დაანონსებული და ხდება ყოველ წელიწადს. თუ ადამიანები რეალურად ფიქრობენ, რომ რაღაც გარკვეული თავისი მოსაზრება თქვან ან რაღაც განახორციელონ ის პროექტის სახით, მე ვფიქრობ, ახლა 10 წლის განმავლობაში წელს არ დავისწრებოდათ, მაგრამ და შემოიტანებდნენ იმ კონკრეტულ თქვა თავით მოსაზრებებს, რაც თუ შესაძლებელი იყო ან კომისიის სახით მიიღებდნენ თუ ტენდერის სახით. ამიტომ მე ვფიქრობ, ვინც რომ ამ კონკრეტულ მომსახურების სფეროში არის ჩართული, ის ფიქრობ ტენდერს შევა და მიიღებს მონაწილეობას. დიდი მადლობა უბრალოდ ბოდიში ამ რეპლიკისთვის. ისე პულს ხაბაზე უნდა აწყობდეთ, ზოგადად ასეთია, ასია. ისა გასაგებია ბატონ თემურ, მაგრამ ცოტა ისიც არის, რომ ეხა მართლაც ბათუმობის დღესთან დაკავშირებით სტუმრების რაოდენობრივი შარშან 3 მილიონი ჩამდევით რაღაც ფესტივალებში და რა ჩატარდა, კარგად გახსოვთ თქვენ და რა გაკეთდა. ქალბატონ ლალი და შემდეგ ბატონი დიმიტრი და ისევ ქალბატონი ნინო. მადლობთ. მაპატეთ ბატონო ალექსანდრე. ნინომ დასვა კონკრეტული კითხვა, რომ ეს ამ ახრახაძემ შემოგთავაზა მხოლოდ სცენარი. თვითონ არ იქნება რეჟისორი. სცენარი და ჩვენ გუშინ ვიკითხეთ ჯონისთანაც მაპატეთ დავამთავრებ ჯონის აბაშვილსაც მის კულტურის ცენტრიდან იყო კიდევ ესეთი სცენარი და უბრალოდ დაგვაინტერესა რომ რითი აჯობა ან რითი იყო რა კრიტერიუმებით იყო უკეთესი ეს ახრახაძის სცენარი ვიდრე აი ამ კულტურის ცენტრს უფრო მეტი გამოცდილება აქვს ხო ჩატარებისა და მით უმეტეს ახრახაძეს როგორც მოგვაწოდეს ამ იდეაში უნდა გადაუხადონ ალბათ არ ვიცი გადაუხადეს თუ არა 10000 ლარი აი ეს იყო პრობლემა არ იყო ღიაობა ახრახაძე ვიცი რომ გვერდწითელის კონცერტი მოაწყო ბათუმში და მეტი არანაირი ინფორმაცია ახრახაძის მიმართ არა მაქვს შეიძლება ძალიან კარგია მაგრამ ახრახაძეზე უკეთესი რო სხვასაც ცოდნოდა შეიძლება უკეთესიც გამოჩენილიყო აი ეს იყო ბატონო ალექსანდრე ჩვენი დაინტერესების საკითხი მოგახსენებთ ალბათონ პრეისტორიასაც მოგიყვებით რა პირდაპირ დათო ბატონი დათო ფორჩხიძე და ეს ახრახაძე მოვიდნენ და მithქვეს რომ გვაქვს ძალიან კარგი პროგრამა ხო გვაქვს ახლა დათო მე მგონი ერთ-ერთი სერიოზული მუსიკოსია საქართველოში ანუ ესე იგი რეჟისორული კუთხით ხო რეზოსაც ვიცნობ იმიტომ რომ წლების განმავლობაში თამარ გვერდწითელს ემსახურებოდა და სხვათა შორის არა მარტო საქართველოში რა ზუსტად მაგ კუთხით რაც შემოგთავაზა რეჟისურის კუთხით ეხლა ახრახაძე იქნება აპატიენ ბერიძე იქნება ალანდაძე იქნება ამას გადაწყვეტავს ტენდერი შედგება ამოგეთ მე რას ვფიქრობ აი კარგია რომ შეგიტყვა დამისვა აი ორ თემას დაგისახელებთ როგორ ფიქრობთ თქვენი აზრიც მაინტერესებს სხვათაშორის არ გეკამათებით უბრალოდ მინდა რომ თქვენი აზრი მოვისმინო რა აი იმჟელოს კომისიამ გამოცხადდეს კონკურსი და ასე შემდეგ და მე მოხდეს ასე ვთქვათ გამარტივებული და პირდაპირ შესყიდვა უფრო მეტ შეკითხვას რომელიც ბადებს თუ კონკურსის გარეშე გამოავლინა კომისიამ გადმარჯვებული და მე ჩატარდა ჩვეულებრივი ტენდერი რომელიც უკვე გამჭირვალე თემაა ხო მეთანხმებით არა მადლობთ ბატონი ციკაშია საქმე დიმიტრი და ბატონი რა არსებობდა კულტურის ცენტრი მაგრამ იგივე 10000 2014 წელშიც არის გადახდე მანამდეც არის რაღაც ციფრები მაგრამ რომ მოიტანა რანაც ცუდი იყო ჯონის ხოტანელის სცენარი მაგრამ აქ რაზეა ლაპარაკი ცით
დამამთავრებინე რა. მე ვიყავ აპარატში. მე მგონი აი თუ არ მეთანხმებით მაგის მითხარ. ვერ მივერ. ყველა წელს გისმენთ. ხო შენიშვნა მაგაზე. რომ ათმობა უნდა იყოს სახალხო დღესასწაული. ბატონო დიმიტრი, ბატონო ირაკლი. ბატონო დავით დამშვიდით. აი ზუსტად სახალხოობაზე. ანუ მთელი მემედაბაშიძის გამზირი იქნება აი გადაჭრილი საბავშვო ისე და ძალიან ბევრი. არავითარ შემთხვევაში. შედეგებს ნახავთ. როდესთან იყო წვეთა მემედაბაშიძის ქუჩაზე. იყო თქვა ერთი კუთხე აი მაგაზე მინდა ბატონო კობა. ეხლა მერის IP-ს ვერ ეთყოდით გააგრძელე. ეხნება მერის IP-ს უზარმაზარი. გადაანაცვლე, გააჩოჩე, გაწელე, რა ვიცი, ყველანაირი სიტყვით შეგერდოთ გეთქვა. ბატონო კობა. ასეც მივდივარ კობა კომიტარეს ორი წინადადება. მემედ აბაშიძის. ბატონო კობა, აი ბატონო მაშინ ასე ვეთქვა რომ აგერ აკეთებენ. მაგაზე მიდოდა გამოსახულებინა ყურადღება 285. თუ შეიძლება რა ხდება მაგეთ მარჯვენა მხარეს. ბათუმის კულტურის ცენტრს ყავს 285 ერთეული თანამშრომელი. აქედან 1,913,000 ლარი არის ხელფასები. ნუ თუ წლის განმავლობაში 3 ღონისძიება რო ჩაატაროს, ეს იქნება მაგალითისთვის ახალი წელი, მაგალითისთვის ბათუმობა და 26 მაისი. ეს 3 ღონისძიება რო ჩაატაროს, როდესაც 2 მილიონ ლარს უხდით ხელფასებში, რა პრობლემა არის, როდესაც დაევალოს პირდაპირ წლის განმავლობაში მოამზადოთ ეს 3 კონცერტი. არც რეჟისორი დაჭირდება, არც ვიღაცის იდეები და სცენარები დაჭირდება. იქნება პირდაპირ შეკვეთა, რომ ბათუმობა უნდა იყოს ასეთი, მერია პირდაპირ დაავალებს, ქუჩის გაგრძელება იქნება, ეს თუ დეკორაციების შექმნა იქნება, თუ რაც იქნება, პირდაპირ რომ დაევალოს IP-ს. ამისთვის გვაქვს ეს IP, ხო? სხვა დატვირთვა რა გააჩნია ამ IP-ს თუ შეგიძლიათ მითხრათ ვინმე. IP აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ბათუმობაში. ყველა მისი ქორეოგრაფები იქნებიან, თუ ვინც იქნება, ყველა ჯგუფი. ეგთან ხები ფაქტურად გამოკლებულია აბსოლუტურად ყველაფერს. რაღაცას ვიტყვი, არ მინდოდა ამ თემის თქვა. კულტურის ცენტრმა ჩაატარა 3 ღონისძიება. 3 ჩაატარა მოწვეული. ბოლო ბათუმობა, ბოლო ახალი წელი და 26 მაისი. ამის წინა 26 მაისი ჩაატარა მოწვეული. ხო და დანარჩენი თქვენთვის მომიდია ხარისხობრივად. და რომელი რამდენი დაჭდა მაშინ ესეც გითხარით ბატონო ალეკ. რომელი რამდენი დაჭდა? არაფერი ბიუჯეტი რა, განსხვავება იმათ ბიუჯეტში და არა, მე გეკითხებით, მე არ ვიცი. ერთი და იგივეა ბიუჯეტი, არაფერი. ერთი და იგივე ბიუჯეტზე ერთხელ კარგად ჩაატარა, მეორე ცუდად? ხო, რა იყო მე? მაშინ სხვა პრობლემა გისმენთ ბატონო ირაკლი, მიქელაძე და შემდეგ ბატონო ალეკო. მენეჯმენტი არ ვარ, თქვენ მაგას ამბობთ. ამის თქვა გინდა? მენეჯმენტი ეხა სხვა თემაა რა. ერთი რაღაცა კონცერტის ჩატარება ბატონო და მეორე რაღაცა ღონისძიების ჩატარება. ბატონო ალექსანდრე, თუ შეიძლება სიტყვა მომეწოდა, მე ვისაუბრებ 1-2 წუთი, არავინ არ ყოველ შემთხვევაში არავისთვის ხელი არ შემიშლია და ძალიან გთხოვ რომ თქვენს მომწოდ ყველა მოკლებო. პირველ რიგში დავიწყებ ბოლოს აკეთებდა ბატონო ალექსანდრე არ მინდოდა ამ თემას მეც რო შევხებოდი, მოდი მაშინ ასე კი პასუხებ და თუ ჯონი საფაშვილი რაღაცას არასასწორად აკეთებს ან ვერ აკეთებს, ეს თქვენი პასუხისგებლობის საგანიც არის, იმიტომ რომ თქვენ მისთვის უშუალო უფროსი ხართ და თუ რაღაცა ცუდად გამოდის ან კარგად გამოდის, ამაზე თქვენ წილი პასუხისგებლობა არსებობს და ამას ვერ გაიქცევთ. ეს ერთი კარები. პრობლემა იმაში მდგომარეობს ბატონებო, ჩემი აზრით საბოლოო ჯამში, რომ ჩვენ რაღაცეებს არასწორად ვაკეთებთ. ანუ არასწორად კეთების თავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ტენდერი იმაზე კი უნდა გამოვაცხადოთ, თქვათ, მე ვინ გააკეთებს და როგორ გააკეთებს. სწორედ მე მგონია, რომ სავსებით ლოგიკურია, რომ თქვენმა კომისიამ უნდა შეიმუშაოს მხოლოდ და მხოლოდ პრინციპები, თუ როგორი ღონისძიება გსურს, რა გსურს ღონისძიებებზე და ასე შემდგომ. სატენდერო წინადადებები, სწორად დაენ ბატონო. ამის შემდგომ ეს სატენდერო წინადადებები უნდა გამოვიდეთ საჯაროდ და ვთხოვოთ ყველა ადამიანს, ვინც არის დაინტერესებული, რომ შესაბამისი პროექტი წარმოადგინოს. ხა ეს რო ლოგიკურია, ამას დიდი მტკიცება და დავიდარება არ სჭირდება. მაგრამ სამწუხარო რეალობა გვაქვს ისიც ბატონებო, რომ ჩვენ სწორად აღნიშნა ბატონმა თემურმა, რომ საკმაოდ გვიან ვიწყებთ ამ თემაზე მსჯელობას. ეს არის პრობლემა. თორემ კომისია უნდა შეკრებილიყო ცოტა უფრო ადრე, კომისია ცოტა უფრო ადრე უნდა დაედგინა სარკვეული მონახაზი, ესკიზი პროექტისა. ეს უკვე გამოცხადებული უნდა ყოფილიყო და გვარი კებეს და მოვიწყდა რა გვარიაო, რა თქვით ბატონო ჯობა?
ახრახაძე. მოკლედ ახრახაძე იქნება თუ ბახრახაძე იქნება თუ რაგვარი ახრახაძეც იქნება, ის ადამიანი წარმოადგენს საუკეთესო პროექტს და იმ საუკეთესო პროექტის შემდგომ ეს კულტურის ცენტრი გააკეთებს ჩვენი რესურსი თუ დაგჭირდება სხვა დამატებითი რესურსის მოძიება, ეს უკვე იქნება პრაქტიკული მსჯელობის საგანი. ასე რომ ამ ლოგიკაში მე მოყვებით აბსოლუტურად ყველას. ეხლა ჩემი მარტივი კითხვა რაში მდგომარეობს ბატონო ალექსანდრე. მისტერ მსოფლიო თუ როგორ არის სახელი? ეს მისტერ პლანეტა ვეღარ მივედი და მივარ ეს მისტერ პლანეტა ნუ ეხლა წეგან მე რას ვთქვი ბატონო ალექსანდრე ეს თქვენ არ გიქნებათ ბატონო ირაკლი მოდის ჩაგეჭრები და ბათუმობასთან დაკავშირებით ხო ეს მისტერ პლანეტა ბათუმობაში შედის აი ამის არა ცალკეა აი მე გამიხარდა ძალიან იმიტომ რომ ну ამასთან დაკავშირებით ალბათ ჩვენ პრაქტიკულად შესვენებას ვარ აღნიშნა ბატონმა პლატამ უნდა გავაკეთოთ ხო მაგრამ ჯერ მოусმინოთ არგუმენტებს და თუ ბათუმობასთან დაკავშირებით კითხვები ამოვწურეთ მაშინ გადავიდეთ მეორე საკითხთან დაკავშირებით მოგაკვირდა მე იმში რომელ კომპანიას ბატონო მისტერზე იძახით ამ მისტერ სოფლიო სამყარო ხვალ ჩამოდის მისი დამფუძნებელი რომელიც აპირებს კიდე პრეს კონფერენციის გაკეთებას კი ბატონო ისა ერთი წამი რაც შეეხება ერთი წამი ბატონო ალეკო ვარემ ბათუმობასთან დაკავშირებით დავასრულოთ და შემდეგ გადავიდეთ სხვა საკითხს. მე მინდა ერთი რამე აღნიშნო რა ძალიან წუხარ ჩვენ სამწუხაროდ არ ვიჯნავთ ორ რამეს ერთმანეთისგან. არ ვიჯნავთ წარმოდგენილ პროექტს და მე ამ პროექტის შესრულებას. ეს არის გასაგებია. ყველა ვიცით გადასარევად რომ პროექტების ხარისხი ნებისმიერი ტიპის არის შეეხება ეს კულტურულ ღონისძიებებს თუ ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებს არის ქვეყანაში პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ არ გვყავს მაღალი დონის პროფესიონალები, ან თუ გვყავს ძალიან ერთეულებია და იმათ იმდენი საქმე აქვს და იმდენად მაღალანაზღაურებადი არიან კერძო სექტორში და კერძო სტრუქტურაში, რომ საერთოდ არც კი აინტერესებს სახელმწიფო პროექტებისკენ გამოხედვა ცადა დედამიწა სხვაობა ანაზღაურებას შორის. ამიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბატონო გობა დავამთავრებ რა მე ხო არ გიშლიდით თქვენ ხელს. ბოდიში კი ბატონო. ამიტომ ჩვენ ახლა ეს დისკუსია რომ მოხდა ძალიან კარგია. იმიტომ რომ სამომავლოდ გათვალისწინებული იქნას ის რომ თვითონ პროექტების შეკვეთა მოხდეს ან პირდაპირ შესყიდვით რომელიმე თქვა რამოდენიმე წარმოდგენილ კონკურსანტზე ვინც აი ჯაბამ რო აღნიშნა ბაზრის კვლევის შედეგად იქნება გამოკვეთილი ან წინასწარ იქნეს განსაზღვრული ზუსტი ჩამოყალიბებული კრიტერიუმები რა გვინდა და ამის მერე მოხდეს დაკვეთა ეს ორი მომენტი გავითვალისწინოთ ეხლა რა შეეხება დღევანდელს ხო ну მე ჩემი მაგალითი შემიძლია მოგეყვანო თქვენ იცით რომ აჯარის ტელევიზიაში ჩემი პროექტი მქონდა არავისთან არაფერი არ ჩამიწვია კონკრეტული პროექტი დავწერე რომელიც 7 თუ 8 გადაცემის სცენარი დეტალებში იყო დაწერილი და გათვლილი მივიტანე და წამოვედი მოგეწონებათ არც წაყვანას არ ვაპირებდი ვეძებდი იმას რა ქვია ვისაც უნდა წაიყვანა ეს პროექტი მაგრამ ვერ აღმოჩნდა და რო ჩამწერეს მე და თქვენს რომ კარგია და გამოვა იმიტომ მიყავდა ეს გადაცემა ეს ჩვეულებრივი ამბავია ეხლა მაინდამაინც ამ ახრახაძეს ნუ გავსრისავთ რა ეხლა ესე არ შეიძლება რა კაცმა მოიტანა წარმოადგინა პროექტი და თუ მოიწონა ამ კომისიამ ეს პროექტი ნუ და იმას ვისამთ ეხლა იქნება სერიოზული პიროვნება და მადლობა უნდა უთხრათ პირიქით მადლობა უნდა უთხრათ მე მგონი ისა ბატონო ბატა კიდე ერთ წამს მე რაზე მინდოდა ერთი რაღაცაზე რომ კომისიის შემადგენლობაშიც კი არ არის IP ბათუმის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ამ შემთხვევაში რომელიც შესაძლებელია არ ყოფილიყო მისი სცენარი არ გასულიყო მაგრამ მინიმუმ მისი რაღაცა ხედვები და ისინი უნდა ყოფილიყო მე ასე ვფიქრობ ნახან დაინტერესებული პირი იყო და თვითონაც პროექტი შემოიტანა არ ქონდა კომისიაში მისი შეყვანის უფლება ცნობისთვის მე მაგასთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ ვიტყვი ის რომ გვაქვს IP და ხელფას უხდით ეს იმას არ ნიშნავს რომ გადასარევ სცენარს მოგვაწოდებს აპრიორი სოფლიოს ბევრ ქვეყანაში არის ესეთი პრაქტიკა არსებობს რაღაც სამსახურები მაგრამ სცენარები და რეჟისურა შეიძლება მოვიდეს გვერდიდან და გადაუხადოთ ფული მე ვფიქრობ რომ თუ კი ეს ახრახაძე რომ არ ვიცი ხა რამდენად რა ბექგრაუნდი აქვს ამ მიმართულებით მაგრამ თუ კი ესეთი პიროვნება საინტერესო იქნება უდაოდ მისი პროექტი და ეხლა ჯონი საბაშვილზე და ამ აიბზე გადატეხა იმ პრობლემის რატო ისინი არ არიან თუ ფულს უხდით ასე ვთქვა ჩემოქმედები ამ სცენარის მე ვფიქრობ არ იქნება მართალი ამიტომ მოდით მე ჩემი აზრით იქნებ დავამთავროთ ამ მიმართულებით ლაპარაკი ხა გამოგვივიდა ერთი და იმავე თემის რამოდენიმეჯერ გადაბრუნება და სინამდვილეში მე ვფიქრობ რომ ვერ მივალთ ესე ჩვენ ერთიან აზრამდე და ამიტომ მე სხვა რაღაცას
აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ დრო არის გასული ოპერატიულობის თვალსაზრისით, იანვარში უნდა ყოფილიყო თუ თებერვლი ძალიან კარგი იყო, მაგრამ ეხლა გვაქვს მოცემულობა ესეთი. ამიტომ ამ მოცემულობაში მაქსიმალურად ოპერატიულად უნდა გაკეთდეს იგი. ვეთანხმები ბატონ ირაკლის, რომ კონცეფცია უნდა იყოს რა, მე ყველაზე ნაკლებ ამ შემთხვევაში ახლა ყველაზე უფრო მაინტერესებს და ყველაზე ნაკლებ მოისმინე კონცეფციაზე, თუ როგორი უნდა იყოს ეს. და პრეზენტაციის დრო ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები წამოიწევთ წინ და იქნებ ყველა დავეთანხმოთ და მოდით ამ მიმართულებით წავიდეთ რა და ახლა მე ვფიქრობ უსაქმო კამათი გამოგდის რაც რო გადის ახლა ეხლა ყოველ შემთხვევისათვის რომ რაღაც შესაძლებელი არის და ეს ამაზე აღარ დავობთ ეს დიდი ხანია უკვე არის შესაძლებელი და მე ვფიქრობ რომ დაგეგმილი არის ყოველ სექტემბრის დასაწყისში ბათუმობა, ამიტომ მინიმუმ შესაძლებელი არის რომ 5 წლიანი პროგრამას დაიდოს. თქვა დღეს აბაშიძე ვფიქრობდა რა ღონისძიებების ჩატარებას ვფიქრობ, თქვა შესაძლებელია მეორე წლისათვის გორგილაძეს დავგეგმო და ასე შემდეგ და ამიტომ გრძელვადიან პერსპექტივაში მე ვფიქრობ უფრო მთლიანობაში უნდა და ერთიანობაში გადაიჭრას ეგ საკითხი. გისმენთ ბატონო 4+1 პირველ რიგში აბსოლუტურად ვეთანხმები ირაკლის მიქელაძეს, რომელმაც წარმოადგინა თავის პოზიცია და ნამდვილად კონცეფცია უნდა იყოს შედგენილი და ყველაფერი უნდა იყოს თავის დროზე დაწყებული და თავის დროზე დამთავრებული. არასოდეს არ უნდა ვიყოთ ფორს მაჟორში მისული საქმე, არ უნდა ვიყოთ მიჭიბჭიპებული რაღაც ბოლო მომენტამდე. ახლა რაც შეეხება თვითონ არ მინდა ამ ადამიანის გვარის ასე ვატრიალებ და საერთოდ არაფერ შუაში არაა შეიძლება ეს ადამიანი, მაგრამ მაინტერესებს და სხვადასხვა პატასაც ვეთანხმები რომ კი გარედან უნდა შემოვიდეს, მაგრამ პატამ გელაძე მიცოდა რომ უნდა შემოეტანა, ლალი ანდღულაძე მიცოდა რომ უნდა შემოეტანა, სიმონ პეტრიაშვილმა იცოდა რომ უნდა შემოეტანა, ვიღაცებმა იცოდნენ თუ მარტო იმ ერთმა ადამიანმა იცოდა. გამოცხადდა სადმე რომ შემოიტანეთ თქვენი პროექტებიო? გახსოვს პასუხი. ხო, იმიტომ რომ ამაშია, აი იქიდან ამაზე ლაპარაკობდა ქალბატონი ნინო, ამაზე ლაპარაკობდა თორე. გავიგეთ ბატონო. საჯაროობასთან დაკავშირებით რა საჯაროობასთან დაკავშირებით ლოგიკა არის, რასაც თქვენ ამბობთ, მაგრამ არ უღალატი იმ ტრადიციას, რომელიც წლების განმავლობაში არის მერიაში. აბა რომელ წელს გამოგიცხადებიათ, ბოდიშვით გამოგიცხადებია, ჩემამდეც და ჩემ დროსაც. როდის იყო ეს პროცესი? იყო ჩვეულებრივად კომისიური წესით მიდიოდა. და ყველამ ხო იცის. ხო და იმ კომისიის შექმნასთან დაკავშირებით თუ იყო სადმე, ამას კითხულობენ კოლეგები. ანუ კომისიის შეძინა კომისიაში. აი რა თქვა კომისია იქნება და ამასთან დაკავშირებით ხოთ მოგვაწოდოთ იდეები. ამაზე აქვს გარკვეულწილად კოლეგებს საუბარი. არ ყოფილა ეგეთი თემა. დავდარგოთ მაშინ და რა ვიცი მივიღოთ ის რა უფრო სხვანაირად ჩატარდეს. ბატონო ლაშა. დავიგე, ბაგაში არის ლოგიკა გეთანხმებით, განაგეწინააღმდეგებით, მაგრამ იმის გამო, მიუხედავად იმისა, რომ წელს კიდე ადრე დავიწყეთ. წინა წლებში პირველი კომისია ჯდებოდა აგვისტოს პირველ რიცხვებში, როდესაც სექტემბერში არის ბათუმობა. მე დავიწყე ეს ყველაფერი ივნისის თვეში. მაგრამ რო გამომეცხადებია ეს თემა, რაც არის ლაპარაკი, კიდევ ამბობ, ლოგიკა არის მაგაში. მაგას დაჭირდებოდა მინიმუმ 1 თვენახევარი, 2 თვე და ისევ დავდგებოდით იმ პრობლემის წინ. ხო, კი ბატონო, ხო და მაშინ რა ვიცი, აბა შესაძლებელია ან კომისიურად, ან რაღაც განკარგულების სახით მივიღოთ ეს და ნებისმიერი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. მივიღოთ, რა ვიცი, სამართლებრივად თუ ბატონო, შესაძლებელი რომ ამ ნაწილში, თქვათ, კომისიის შექმნამდე იყოს, თქვათ, 10 დღე და ეწესოს იმას, რომ საჯაროობა იყოს. ერთი რამეცა ბატონაშა უკაცრავად. ეს დალოცვილი. ახლა უკვე მაპატიეთ რა. ხო, დამთავრებინე რა შეიძლება ლაპარაკი, ხო? ხო და ის დალოცვილი ახლა-ხანზე რომ მოვიდა. ხო? ელემენტარულად ადამიანმა იცის. ხო, ყველა მიცის ამ ქალაქში უკვე და ყველა იმან, რა ქვია, შემოქმედმა ადამიანმა იცის, რომ სექტემბრის პირველ შაბათ-კვირას არის ბათუმობა, ხო? აი მოვიდა ჩვეულებრივად რა. მართლა იმ წერილ ფიგაშვილი ხო არა აჭა. სხვასაც ხო შეძლო რომ მოსულიყო. არა, ვერ გავიგე მე ახლა სექტემბრის პირველ შაბათ-კვირას რომ არის ბათუმობა, ამ დარბაზში ყველა ხო ვიცით. ჩვენზე კარგად იციან შემოქმედმა ადამიანებმა, ხო? და რომ მოვიდა ეს, მოსულიყო ის ინსტალაცია. პროექტი არ შემოუტანია, ჯერ მოვიდა და მითხრა, რომ კარგი გავიგეთ, ბატონო თემური, იგივეს ლაპარაკობ. გადავიდეთ მეორე საკითხთან დაკავშირებით, ბათუმობასთან დაკავშირებით კიდევ, კი ბატონო. მართალი გითხრათ არ მინდოდა ჩართო ამ პოლემიკაში, მაგრამ ახლა წინა წლებზე იყო ლაპარაკი, უბრალოდ ახლა ჩვენი საკრებულო მიწურვადია და ცოტა ხანში ჩვენ აღარ ვიქნებით ამ საკრებულოში, მე პირადად და მინდა ვინც იქნებით ახალგაზრდები და ვინც დარჩებით, გაითვალისწინოთ ის, რაც
შეიძლება კარგად გაკეთდეს და რა მაქვს ხედველობაში 2013 წელს როდესაც ჩვენ ჩავატარეთ პირველი ბათუმობა საიუბილეო თარიღი იყო 125 წლის თავი იყო ჩვენი თვითმმართველობის და თავისთავად ბიუჯეტი ძალიან მწირი იყო არ იყო კულტურის ცენტრი მაშინ და ქალბატონი ნათია იყო სუდგულაძე ვიცემერი და მაშინ ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით და თხოვდით ყოველთვის ადრეც რომ თუ თქვა ჩავატარეთ ბათუმობას ეს პროექტი უკვე იანვარში იყოს დადებული აი აქედან უნდა დავიწყოთ ჩვენ მომავალში გაითვალისწინეთ რომ იანვარში უკვე უნდა იყოს პროექტი იანვარშივე შეიძლება გამოცხადდეს ტენდერი რომ ძალიან დიდი დრო გქონდეს ჩვენ იმისას რომ მოემზადოთ რაღაცა დავამატოთ რაღაცა გამოაკლოთ და ახლა ბათუმობა მარტო ის კი არა ღონისძიება ჩვენ კონცერტ ჩავატარებთ გამსახურდიას ქუჩაზე და რომელ მონაკვეთში იქნება ეს კონცერტი ეს არის ტექნიკა ბათუმობა არის რომ ყველა ბათუმელმა იგრძნოს რომ ის არის ამ კულტურული ღონისძიების მონაწილე და დიდი დღესასწაული და რა მაქვს ხედველობაში როდესაც ჩვენ კომისია შექმნით არ ქონდა პროექტი მოტანილი ქალბატონ ნათიას მაშინ მე როგორც ხელმძღვანელმა საკრებულოს თავმჯდომარემ ავიღე ჩემ თავზე და ვთქვი რომ მე ვიქნები ამ კომისიის თავმჯდომარე და მე ჩავატარებ ამ ღონისძიებას ჩემი ხელმძღვანელობით მეთქი საკრებულოში არ ჩამიტარებია არც ერთი სხდომა ჩავატარეთ კულტურის უნივერსიტეტ ხელოვნების უნივერსიტეტში და გავხსენით ასეთი კარები რომ ვისაც უნდა ბათუმობაში მონაწილეობა მიიღოს დაგვეხმაროს იდეით, სახსრებით, თქვათ, მატერიალურად და თუ გინდა თქვათ თავისი მონაწილეობა ასეთი ტიპის ღონისძიებას ალეკო თქვენ იცით ვოლონტარები ატარებენ ძირითადად თელი სიმძიმე გადადის მოსახლეობაზე რომელიც შეგულებას იღებს თქვათ ნორმალურ ქვეყნებში და ის მოხარულია რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეა ჩვენ ყავს სტუდენტური დასაქმების პროგრამა რით ვასაქმებთ იმას როდესაც ჩვენ რაღაცას ვიგონებთ აი ამ სტუდენტების დასაქმება შეიძლება ამ ღონისძიებაში ეს ბავშვები უნდა მივიყვანოთ ვასწავლოთ როგორია მოქალაქეობის სამოქალაქო პასუხისმგებლობა გაუნაწილოთ როლები იცოდნენ იმათმა როგორ მიიღონ მონაწილეობა და მომავალში ისინი ჩაატარებენ ამას და ჩვენ ყავდა უამრავი ადამიანი მოდიოდა იდეებს თავაზობდა 1000 რაღაცას 50-ზე მეტი ღონისძიება ჩავატარეთ ჩვენ აგე დიმამა საიდან დააძრო მაგი არ ვიცი 2013 წელს 43 დღიანი ბათუმობა ჰქონდა და ეს იყო დღესასწაული მოიცავდა სხვა ბენზეშიც იყო სხვადასხვა და სხვადასხვა აქტივობები იყო სხვადასხვა თქვენ როგორც მოკავ ყველა იყო ჩართული ფილმები გაკეთდა სპეციალურად იმაზე ვინც იყო ღვაწლმოსილი ადამიანები და მოღვაწეობდნენ და ყველაზე კარგი რაც გაკეთდა და მართალი გითხრათ შემიძლია ვიამაყო იმით რომ მემედ აბაშიძის ძეგლი პირველად ჩვენ განმოვიტანეთ და დავდგით იმ ადგილას სადაც უნდა იდგეს და სადაც არის დამსახურებული ადგილი რაც შეეხება ვასრულებ ორი სიტყვით რაც შეეხება ღონისძიებებს რა თქმა უნდა ახლა შეგვიძლია ჩვენ კონკურსზე ჩვენ ბათუმობა უნდა ჩავატაროთ ბათუმლებით არც ერთი სხვა მოწვეული არ ყო უამრავი აი ნახეთ ყველა კონკურსზე იმარჯვებენ ბათუმელი მომღერლები ბათუმელი მოცეკვავები უზარმაზარი რესურსი გვაქვს ჩვენ რომ ბათუმობა ჩავატაროთ ბათუმლებით დავალებოთ თბილისელებმა გააკეთონ თავიანთი საქმე რეჟისორები ვიყავს რეჟისორები მოვიდნენ უხელფასოდ გვემსახურებოდნენ და თავიანთ იდეებს თავაზობდნენ არა მოწვევა უნდა ამ ხალხს რა ამ ხალხს უნდა მოწვევა ალეკო დალაბ მე უბრალოდ კეთილი სურვილებით მინდა არ ვფიქრობ რაღაც იმიტომ არ გამოვედი და არ ვილაპარაკებ რაღაც სასაფრებულის პოზიცია არ მიდოდა ქონდა ჩვენ ასე 220,000 ლარი ქონდა მაშინ ბიუჯეტი 197,000 დავხარჯეთ და ეკონომია გავაკეთეთ კიდევ და მე მგონი ახლა ვისაც ახსოვს არ იყო ორი ღონისძიებები და ამ ღონისძიებაზე არ იყო განსხვავება რაც თავარია პარტიული ნიშნით კომუნისტების დავპატიჟეთ გვალების დავპატიჟეთ ის აბაშიძისტების დავპატიჟეთ ზვიადისტების სულ ყველა იყო ნაციონალებიც აბსოლუტურად ყველა იყო ღია იყო კარები იმიტომ რომ ილაგლი ბატონო ჩვენ უკაცრავად მაგრამ მოქალაქეები არ უნდა განვასხვაოთ რაღაც ნიშნით ილაგლი ბატონო ისა ანა გეკამათებით უბრალოდ სამყარო რეალობას რასაც შევეჭეხე პირველი ბათუმის მერე ბათუმელი რეჟისორი არ განიხილებოდა ბატონებო ეხლა მოდის ზუსტად იგივე ჰონორარი ერთი წუთი ყველაფერი მერე კულტურის ცენტრის საკეთებელი იქნა რეჟისურის კუთხითაც და ბათუმელ შემსრულებელთა რომ მივედი რამდენადაც ეს გასაკვირი არ
თბილისელმა თან უფრო ცნობილმა ჯერ კი მაგრამ მეორე საკითხი ლამის ნახევარი მომთხოვა თბილისიდან ჩამოსვლაში, გაჩერებაში და წასვლაში, ვიდრე ბათუმელმა შემსრულებელმა. ბატონო ირაკლი, მოდიო, ისა ბატონო ალეკო, ორ ღონისძიებასთან დაკავშირებით ორი სამწუთიანი ის გაგვიკეთეთ, რომ მე გავდივარ შესვენებას და თან ფრაქციები იმისჯელებენ. ერთი წუთი. რომელი დავიწყო, რომელი? არ ვიცი, რომელიც უფრო საინტერესოა ჩვენი კოლეგებისთვის. დავიწყე ბაძარაკ. ერთი შენ ვიგი დავიწყე. დიახ. 2-3 წუთი წინა აქვს საათი. გასაგებია რომ თაკო ჩხეიძეს აქვს Fashion Week-ი, მაგრამ ეს არა თაკო ჩხეიძის Fashion Week-ი, ეს არა აჯარა Fashion Week-ი, რომელიც არის ტრადიციული, რომლის ბიუჯეტი მე არ ვიცი ბოდიშვიხტი საგრებულოს ყველა წევრისადმი და სტუმრისადმი, მაგრამ იყავით წინა წლებში მაგონიზებებზე მაპატია. მაგ აჯარა Fashion Week-ის ღონისძიებებზე იყავით. გემოვნებაზე არ დაუღე, მაგრამ არის მაღალი დონის ღონისძიებები. მე მაგი ღონისძიება ხდება 200,000-ზე ზევით. ჩვენგან არის მოთხოვნილი მიზერული თანხა და ერთადერთი მოდის კუთხი, ერთადერთი არის აჯარა Fashion Week-ი, რომელიც გვაქვს ჩვენ. აქ ავტონომიურ რესპუბლიკაში არა თუ სვატაშორის ბატონო ალეკო რეკლამის ფესტივალსაც ვეძებდი რომ რამენერად მოხვედრილი ხავი მაგრამ ისე დასრულდა ვერც გავიგეთ ყველაფერზე ერთად ოღონდ გარი რეკლამის ფესტივალზეც ანალოგიურ სამბობი ხან დაკავშირებით პლანეტაო თუ რაღაცა მისტერ და ჩემთვის მაგალითად მე ვთვლი როგორც კულტურის კურატორისთვის თავარი არის რომ ზაფხულის სეზონი კარგი ღონისძიებებით იყოს დაწესებული ხოდა ფასი და შესრულებული ისა ერთმანეთთან ისა 30,000 ლარი მაგ ღონისძიებაში ხო არაფერი არაა დამოუკიდებელი მესამე თუ მეოთხე წელია ტარდება მაგ ღონისძიებაში არა ის მეორე აღა მეორეზე გადავიდა რა შეეხება ნოდარი მომისკენ რა შეეხება მეორე ღონისძიება მისტერ და მისის პლანეტას აქ იყო ლაბარაკი, გუშინაც გავიგებე, რომ გაურკვეველი წარმომავლობის კომპანია აკეთებს ამ ყველაფერს. ცნობისათვის. მე უბრალოდ ცნობისთვის მოგაწოდებ, დანარჩენ თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ. 15 წლის გამოცდილება აქვს ამ კომპანიას სილამაზის კონკურსების მონაწილეობაში. ბოლო 3 წელიწადი და ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, ვისაც აქვს სოფლიო ლიცენზია, სოფლიო სილამაზის კონკურსის შესარჩევი ტურების წარმართვაში. საქართველოში არის ეს ერთადერთი კომპანია. კიდევ ამბობ, მე ვესაუბრე ამ ღონისძიების ორგანიზატორს, ის ეხლაც იმყოფება ერთ-ერთ საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე ჟიურის წევრია, ხვალ იქნება ბათუმში. მზად არის სერიოზული პრესკონფერენცია და ეს არაფერი გააკეთოს, ყველაფერი აგეცნებ დეტალებში, მაგრამ ეხლა მეორე საკითხი კიდე. იყო ყველას გახსოვთ კარგად სამოდელო სააგენტოები და კომპანიები, რომლებიც მე ამ ღონისძიებებზე წინაწელს ნაყოფი ვარ და ასევე ძალიან ნორმალურ ღონისძიებას ატარებს. და იყო კომპანიები, რომლებიც გავს ღონისძიებებში ვთხოვდნენ 300,000 ლარზე მეც. ყველა მიცით ახლა არ ვიყო. რატო რა მინდა ისა, ობა შენი ჭირიმე მაშინ არა მათუ აკეთოს ბიზნესმა, ეს არაა მუნიციპალ ბიუჯეტის საქმე, ეს არაა მუნიციპალიტეტის საქმე, აკეთოს ბიზნესმა ეს ამბავი. კი ბატონო და არა ეს კომერციული ღონისძიება. აბა მაშინ რა არის აბა? აბა რა სერვისებია? ყველა სერვისის მიწოდებაა? რაშიც იღებს მერია მონაწილეობას? ხო და რატო იღებს თქო? ამაზეა საუბარი. რატო აი გინდათ მაინც და მაინც სილამაზის? ხობა ჩემი თავი რა. ყველა ლამაზია. აი იტანოს გაჭედავე ყველა ლამაზია. არ გამიჭევ რა გაჭედვა ქვია, რაც კიდე დაარქვი, გავჭედავ, იმიტომ რომ არ მიმაჩნია სწორად რომ რომელიმე კომპანიას მე რას გეუბნები ამ ღონისძიებაში. თქვენ არ გონიათ რომ შენ 60,000 იცება რომ მაგით არის ამ ღონისძიებაში. ხო და მით უმეტეს თუ არაფერში არ ჭირდება, რატო ვაძლევ? 100,000 ლარზე მეტი. რაღაცში ჭირდება მაშინ. არ მიცეთ, რა თქინდა ჩაატაროს ბათუმში. მოვახმაროთ
რაღაცა კი ბატონო გიდები რაღაცა მაგრამ არა მაშინ მაგმიდგომით ობა რატო ვატარებ ვაფშე საერთოდ მონიძებებს რატო ვატარებ ვარებდა პროცედურ მონიძებებს და ინფრასტრუქტურას მოახმაროთ ტელეფონს არა როგორ ახლა სეზონი მთავრდება ამ დროს გაგიკეთებს ფაქტურად კვირეულს აკეთებს მასე აკეთებდა რეკლამის ფესტივალით 300,000 მივაფშვენით ტყილა 600 და არა 300 400 იყო ბოდიში 400 იყო და მადლობა ბატონებო შესვენება განკუთვნილი ნახევარი საათი